საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გააოგნა საზოგადოება საკუთარი განცხადებებით. Ამ თემას ცოტა ხანში დეტალურად გავხსნით, მანამდე კი პატრიარქის შესახებ. დღეს მცხეთაში სვეტიცხოველში პატრიარქის აღსაყდრების 41 წლის თავთან დაკავშირებით საზეიმო უკაცრავად წირვა ჩატარდა. უწმინდესის აღსაყდრებიდან 41 წელი გავიდა. 4 იანვარს ჩვენი პატრიარქი 86 წლის გახდება. ტევე პირველის და გადაცემა რეაქციის სახელით. მინდა მივულოცო კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრების იუბილე. ადამიანს, რომელსაც ათეული წლებია ქვეყანაში რეიტინგით ვერავინ ეწევა. მინდა ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, დღეგრძელობა ვუსურვო ჩვენიერის სულიერ მამას. თქვენ უყურებთ რეაქციას, რომელსაც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. მინდოდა ვყოფილიყავი უბრალო ადამიანიო, ნათქვამი აქვს ერთ-ერთ ინტერვიუში მის უწმინდესობას. ბედმა სხვანაირად გადაწყვიტა. ილია მეორე 1977 წელს 44 წლის ასაკში გახდა საქართველოს ეკლესიის საჭეთმკრობელი და მისი პატრიარქობა საქართველოს ისტორიის დიდ ქარტეხილებს დაუკავშირდა. Patriarchi, თვალს შენდობას, ყოველი ჩემი შეცდომისა. 1933 წლის 4 იანვარს ირაკლი შიოლაშვილი დაიბადა. სახელი მეფე ერეკლეს პატივსაცემად დაარქვეს. მას სურდა ყოფილიყო რიგითი ადამიანი, თუმცა ბედმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქობა არგუნა. მინდოდა ესეთი ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყავი, რიგითი ადამიანი და ეს იყო ჩემი ოცნება. მიგვირს როგორ გაუძლო ჩემმა გულმა, ჩემმა სხეულმა, სულმა ამდენ განსაცდელს, რაც მე გამოვიარე. საზოგადოების ნდობის რეიტინგში მას დღემდე ვერავინ ეწევა. საბჭოთა ათეიზმიდან მის ხელში რწმენისკენ შემოტრიალებული საქართველო. საქართველოს წოდები რომ შევკრიბოთ, ეს ყველაფერი ჩემშია და მიუხედავად ამისა უფალი ჩვენთანაა და უფალი ახლოსაა
მქონდა სურვილი რომ ყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა სულ პატარა სოფელში საქართველოში ყოფილიყავი მოძღვარი ეს ამონარიდები, რომელიც ეხლა თქვენ მოისმინეთ, გიორგი თარგამაძის და ეკა ხოფერიას საავტორო გადაცემებიდან ინტერვიუს ნაწყვეტებია. 1933 წლის 7 იანვარს ქრისტეშობის დღეს ვლადიკავკაზში ქართულ ეკლესიაში მონათლეს სამი დღის ახალშობილი, რომელსაც როგორც უკვე გითხარით, მეფე ერეკლეს პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს. ცხადია, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პატარა ქართულ ეკლესიაში საქართველოს მომავალი პატრიარქი ქრისტიანდებოდა. 24 წლის ასაკში 1957 წელს სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს. ზუსტად 20 წლის შემდეგ კი 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი ტახტზე აღსაყდრების ცერემონია შესრულდა. მას შემდეგ ილია მეორე 41 წელია მართავს საქართველოს ეკლესიას. მძიმე ტრაგედიების, საყოველთაო ათეიზმის, ომების და სამოქალაქო დაპირისპირებების მრავალწლიანი ეპოქა. მაშინ, როდესაც ეკლესიებში წირვა დაბალ ხმაზე აღევლინებოდა, მან შეძლო და ქვეყანა ათეიზმიდან რწმენისკენ შემოატრიალა. მის სახელს უკავშირდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, ათეულობით ეკლესია-მონასტრის აშენება, ხალხის ეკლესიაში მიბრუნება. საქართველოს ეპოქალური პატრიარქი ილია მეორე 7 იანვარს 86 წლის გახდება. ის ზუსტად 41 წელია მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მე მას მზიანი ღამე ვუწოდე. იყო ღამე, მაგრამ ღვთის მზე, ღვთის მადლი გზას გვინათებდა. აი ასე აღწერს ილია მეორე მისი აღსაყდრების შემდგომ პერიოდს. დიდი სიყვარულით ვიხსენებ იმ დროს, როცა სოხუმში ვცხოვრობდი. მოჩანდა მთელი ზღვის სანაპირო, როგორ შემოდიოდნენ გემები, ახლა სულ სხვა ცხოვრობს საეკლესიო სახლში. აი ესეც კი არ დაინდეს, იქაც კი შესახდნენ, მაგრამ ეს დროებითია. ისინი ნახავენ თავიანთ გზას, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს კერებს. ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, მე აუცილებლად უნდა შევიდე ნინოშვილის ცამეტში, ამბობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. დღეს მცხეთაში საზეიმო წირვა ჩატარდა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 41 წლის აღსანიშნავად. 41 წელი მძიმე წლები იყო, მაგრამ მე მუდამ გრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა კურთხევას. ეს ლოცვა კურთხევა ღვთისა თანამავალ იყო ყოველთვის, სადაც კი ვიყავი. წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავმე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შემისათა. ყოველი ადამიანი ღვთის განგების ქვეშ არის. ღმერთი აკისრებს ჯვარსა, აძლევს ჯვარს, იგივე ღმერთი აძლევს ძალას, რომ დაძლიოს და ბოლომდე მიიტანოს ის ჯვარი. ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია, თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მე მეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს. დიდება ყოვლადწმინდა სამებას, მამასა და ესა და სულსა წმინდას. ჩვენთან არის ღმერთი.
მადლობელი ვარ თქვენი, ჩვენი მრევლისა, ჩვენი მოსიყვარულე მრევლისა, თქვენი დახმარება და შემწეობა რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ტვირთას მიმართა 2 დღის წინაც პატრიარქმა მრევლს. ერთნაირად მძიმე იყო ჩემი სამშობლოსთვის და მისი პატრიარქისთვის. ერთნაირად მძიმე და ეკლიანი გზა იყო ეს გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ. ხანდახან ასე მგონია, რომ ღმერთმა საგანგებოდ მოგვივლინა ჩვენ ასეთი მაღალი, ასეთი ბრძენი, ერისულიერი მამა. შესანარჩუნებელი მას ბევრი რამ ჰქონდა, თუ ჩვენს ისტორიას გადახედავს კაცი. მაგრამ გასაკეთებელი და საომარი უფრო მეტი. ცნობილ ტრიადას ილია ჭავჭავაძისას ენა მამულის სარწმუნება მან დაუმატა ადამიანი და მთელი თავისი ცხოვრება და შემოქმედება მიუძღვნა ამ უბრალო ცალკეული ადამიანის დაფასებას და მის სიყვარულს. 1978 წელს გაზაფხულის პირველი დღეები იყო და მე და იურა როსტი, ჩემი ძველი მეგობარი, მივედით სიონის საკათედრო ტაძარში, სანთლის დასანთებად. რომ გამოვედით, ისე ამოვიარეთ მაღლა და მაშინ ძველი საპატრიარქო შენობაში იყო განთავსებული საპატრიარქო. კითხა, ეხა ვინ არის თქვენი პატრიარქიო? მე ვთხარი, მე მეთქი, არ ვიცი. ვიღაც ახალგაზრდა კაცი აირჩიეს სულ რამოდენიმე თვის წინ მეთქი. ხო და რაღაცა ძალამ წამიყვანა, იცით? რაღაცა ძალამ ასე გამიყვანა და ზარის მივაჭირე თითი. იქ კარებია. გაიღო კარი და ჩემ წინ იდგა საშუალო ტანის შახენს გადაცილებული კაცი, როგორც მე გაირკვა ბატონი შოთა, ერთადერთი მცველი იყო უწმინდესის. ერთადერთი. ასე დრონი მეფობენ ხომ იცით? შევედით, რამოდენიმე ხო მე ვთხარი ესა და ეს კაცი მახლას ეს მე ესა და ეს კაცი ვარ და იქნება მიგვიყოს უწმინდესმა მეთქი. რამოდენიმე წუთში უკვე იქ მოკლე კიბია იმ კიბეებს ავდიოდით. შევედით მის ოთახში, სულ შავი იყო, მაშინ ისიც მეც. ჩაიარა ჩვენმა შეხვედრა თბილად მოგვეფერა, დაგვასაჩუქრა, ძალიან უყვარს ეს საქმე. გაგვაუცა მისმა სიმშვიდემ და მისმა უბრალოებამ. უფრო ღრმად წვდომას მისი სიბრძნისა და მისი გონიერებისა კი დრო ჭირდებოდა და სიახლოვე და ამ ორივეთი გამაბედნიერა მე ღმერთმა. როდესაც ბიბლიაზე მუშაობდით, ყველაზე ინტენსიური შეხვედრები მაშინ მქონდა. იცით, 3 წლის განმავლობაში წერდი მე ბიბლიას. 3 წელი. გაგიჭირდათ? კი, ძალიან. რომ არა მისი გვერდში დგომა, მის კალთას ვიყავი ამოფარებული 3 წლის განმავლობაში ყოველ შაბათს დავყვებოდი სამებაში ლოცვაზე. ერთხელ მკითხა თვითონ რომ თქვენ რამდენჯერ კითხულობთ ჩაწერის წინ. მე ვთქვი, რა ვიცი, 30-ჯერ, 50-ჯერ, 100-ჯერ, სანამ ჩემი არ გახდება ის მასალა, სანამ მე ვერ გავერკვევი მთლიანად. ეს ამონა ეს ეთყობა და არ მითხრა არაფერი. მე წავიკითხე აპოკალიფსისი და ვერ გავიგე და მივედი და ვკითხე, მე ვთხარი ეს არის მეთქი. მამაო დავით მოიტად ბიბლია, დაუძახარ, მოვიდა მამა დავითი და ჭინჭარაული და მოიტანა ეს ბიბლია და დაიწყეთ კითხვა და ასე წინადადება მიხსნიდა ყოველ წინადადება. რაც არ უნდა უჭირდეს, თავის გაჭირვებაზე არასოდეს არ ლაპარაკობს, რამე ტკივა ან უჭირს, რაც არ უნდა მძიმე სიტუაცია იყოს, ყოველთვის იტყვის ხოლმე. არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება და უნდა გაგიკვირდეთ, რომ სრულდება ეს მისი ნათქვამი ყოველთვის. ყოველთვის შეშმარიტებას აქვს. მე ერთხელ არასრულწლოვან ბავშვთა და ქალთა კოლონიიდან დაბრუნდა და მე იქ ვიყავი. და ასეთი რამ ბრძანა, რომ ჩემი ნება რომ იყოსო. მეო მძიმე დანაშაული, ვისაც აქვს ჩადენილი იმად გარდა ყველას გავანთავისუფლებდიო. ყველას. ცოდო ადამიანიო, მის ხმას ყური უნდა დაუგდოთ და მოსმენა უნდა ვისწავლოთ ადამიანის. მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ პატრიარქს ყურს დაუგდებთ, მის გულის გერას თუ ყურს დაუგდებთ, მის ნალაპარაკებს, მის სიტყვებს თუ ყურს დაუგდებთ, უფრო კარგად იქნება ჩვენი პირადი საქმეც და ჩვენი ქვეყნისაც.
მე კიდევ ერთხელ მინდა დღეგრძელობა და მზეგრძელობა ვუსურვო ჩვენი ერის სულიერ მამას, მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. დღეს სეზონის ბოლო რეაქცია და რასაკვირველია, ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი უნდა ყოფილიყო და არის კიდე ზაზა სარალიძე, შვილმოკლული მამა, რომელიც ამ წუთამდე ქუჩაში ითხოვს შვილის მკვლელების დასჯას. წლის მთავარ კითხვად რჩება, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და ვინ შეიწირა რეალურად 16 წლის დავით სარალიძე. დღეს სასამართლოში ჩვენება მისცა საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა მიხეილ კალანდიამ, რომლის დასჯას ზაზა სარალიძე მთელი წელი ყოველდღიურ რეჟიმში ქუჩასა თუ მაღალჩინოსანთა კაბინეტებში ითხოვდა. ზაზა სარალიძე ხსნის ჩვენს ეთერს, ვიდრე დავიწყებთ პოლიტიკოსების ბლოგს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზაზა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. სხვათა შორის პირველ ბლოგში შესავალში მის უწმინდესობაზე საუბრობდით და ნიკოლოზობა დღეს მიგიღოთ თქვენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. რამე გითხრათ მაშინ, აი ესე ძალიან საინტერესოა ხორავას ქუჩის ამბავზე, თქვენს მოთხოვნაზე, პასუხს კითხვაზე ვინ მოკლა და თუ რა, რა გითხრათ პატრიარქმა? პირველ რიგში მოგესალმებით. რაც შეეხება მის უწმინდესობას, ამით დავიწყებ, რომ მიულოცავ ამ დღეს და მინდა რომ ეს არა მარტო ჩემი სული, რა თქმა უნდა, მთელი ერის სულია, რომ ჯანმრთელად იყოს, კარგად იყოს და დღესდღეობა ქონდეს ისევ და ისევ რომ მილოცო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერისთვის. კონკრეტულად ხალბატონინგა ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ გქონია, ეს იყო შეუძლებელი ადამიანური შეხვედრა, მე მიწვია პატრიარქმა ნიკოლოზობა დღეს. წმინდა ნიკოლოზი არის ესეთი წმინდანი, რასაც თხოვ ყველაფერს გისურვებსო, ამის საფუძველზე ესეც იყო, ასე რომ ვთქვათ, საფუძველი. სადაც პირდაპირ მკითხა, ვიყავი თუ არა ნაზიარები, რა თქმა უნდა, არ ვიყავი ნაზიარები, ზიარება ცოტა იყო, ძალიან დიდი ადამიანებს უყურებთ, წლებით ემზადებიან ზიარებისთვის. ადგილზე ჩაიბარა ეს მოკლე აღსარება და თავადვე მაზიარა, რაზედაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ. მას უხარით აღსარება? დიახ. პირად. და პირადად თავად წამიკითხა ის აღსარების დროს დასაკითხი ლოცვაც. ძალიან დიდი მადლობა მინდა გამოვხატო მის მიმართ და ისევ და ისევ მინდა დიდხანს სიცოცხლე უსურო, რომ ისევ და ისევ ვილოცო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერისთვის. გიერთებით მეც ამ სურვილში კიდევ ერთხელ. ბატონო ზაზა, ეს არის ამ სეზონის ბოლო რეაქცია და რასაკვირველია, თქვენ უნდა ყოფილიყავით ამ გადაცემის პირველი სტუმარი. ეს წელი სრულდება ისე, რომ პრაქტიკულად ვერ წარმოგვედგინა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ არ გვაქვს წლის მიწურულსაც კი პასუხი კითხვაზე, ვინ მოკლა დათუნა. რა სიტყვით, აი წლის ბოლოა, არის რაღაც მოლოდინები, ამაზე ოდნავ მოგვიანებით დღევანდელ სასამართლოზე მიხეილ კალანდიას დაკითხვასთან დაკავშირებით, მაგალითად გაქვთ თუ არა რაიმე იმედი, კიდევ ერთხელ უნდა დაგისვათ ეს კითხვა, მაგრამ მანამდე რა სიტყვით, აი რაიმე იმედი გაგიჩნდა თუ არა, რამდენჯერმე ამ წლის განმავლობაში ისე შემოტრიალდა თითქოს საქმე, რომ აი რაღაც თქვენი მოთხოვნა უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული, რაღაც ნაბიჯი უნდა ყოფილიყო გადადგმული, თუმცა ამ წუთამდე ცვლილება ჩვენჯერ არ გვინახავს პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. რა სიტყვით გაქვთ ახლა რაიმე იმედი? ფაქტია, რაღაც ნაბიჯების გადადგმა უკვე ღიად დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამაც, ასე რომ ვთქვათ, მიხეილ კალანდიას დაბარებით. უიმედოდ რომ ვიყო, არც ბრძოლას გავაგრძელებდი, რაღაც იმედები არის იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა ისე მოსამართლემა და აუცილებლად უნდა ეს დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, არა მარტო ინციდენტის მონაწილე და მკვლელობის მონაწილე, ყველა ეს გამყალბებელი პროკურორი, გამოძიებელი, ყველა ადამიანი დასაჯელია იქიდან გამომდინარე, ვის საწვრილი მიუძღვის იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ არ გამეორდეს ესეთი ფაქტია, დანაშაულს ვერ აღმოფხვრს ქვეყანაში ვერავინ, ეს მსოფლიო ტრაგედია არის, დანაშაულები რო ხდება, მაგრამ ერთი უდიდესი დანაშაული ის არის, რომ როდესაც შვილს გიკლავენ და მეორე უდიდესი დანაშაული უკვე ისაა, რომ მკვლელი არ არსებობს. ამაზე მეტი ტრაგედია უკვე, აი მომიკლეს შვილი მომიკლეს. მაქსიმალურად მოდიოდა მთელი ხელისუფლების წარმომადგენლობა, თქვენ ძალიან კარგად იცით.
ჩემი დისკრედიტაციისკენ იყვნენ უფრო მიმართული, ვიდრე მკვლელებს და მკვლელობის გამოასაჭირებლად და გამოძიების სწორად წარმართვა. მაგრამ როდესაც პარლამენტში ვიყავი ბოლოს, ახლა როდესაც დავესწარი ბატონი გახარიას გამოსვლა სხვათა შორის. იქ იმყოფებოდი თქვენ მისი გამოსვლის დროს. სხვათა შორის ცოტა გავოცდი, ასე რომ ვთქვათ, როდესაც ეგრეთ წოდებული ოცნების გუნდის წევრებმა კითხვები დასვეს ხორავას ქუჩის ტრაგედიას და კონკრეტულად ჩემი ბავშვის საქმეზე. რატომ გაოცდით? არ ელოდით რომ კითხვები დაისვა? ნამდვილად არ ველოდი, იქიდან გამომდინარე რომ მთელი ამ ფაქტიურად ანუ მაისის ბოლოდან ხელისუფლების წარმომადგენლებიდან და ამ ადამიანებიდან ნუ ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ კონკრეტულად პირები იყო, რომელიც პირდაპირ ცდილობდა ჩემს დისკრედიტაციას, რომ ვიყავი პოლიტიკური გუნდის მოწოდებით, ვიყავი კოორდინატორი ბატონ გაივანიშვილა, პირდაპირ დამანდანაშაულა, ეგ ნაცმოძრაობის კოორდინატორი არ იყო, საიდან მოაქვთ ამ ხალხს ასეთი რაღაცები, ან გადაამოწმონ, მათ ხელში არის ყველაფერი, ძალიან კარგად იციან ჩემი დაბადებიდან დღემდე ისტორია. საიდან მოაქვთ, როგორ მოაქვთ, რატო იყო მიმართული ამით, უნდათ რომ გადაერჩინათ ვინმე, უნდათ რომ გამოეძვრინათ ვინმე, თუ რას ფიქრობდნენ, ვერ მივხვდი. ან იმის განცდა შეიძლება ჰქონდათ, რომ ზაზა სარალიძე დაიღლება. ზაზა სარალიძე დაიღალა 2017 წლის 1 დეკემბერს და მოკვდა იმ დროს. იმის მე რაღაც დავიღლები და ვეღარც მომკლავე. ბატონო ზაზა, აი თქვენ ამბობთ, რომ არ ველოდიო და გამიკვირდა გავოცდი, როდესაც კითხვები დაისვა გახარიას მიმართო. თქვენთვის რა იყო მისი პასუხები? აი ეს მაინტერესებს. ვერ დავეთანხმები იმ ნაწილში, რაზედაც ნუ შესაძლებელია სამართლებრივად მე არ უყურებ ამას, იმიტომ რომ იქ კოდექსებში, კანონებში რა არის გათვალისწინებული ვერ ხვდები, როდესაც ამბობენ, რომ არ გვაქვს სტანდარტი კონკრეტულად დაუშვათ მიხეილ კალანდიას პასუხისმგებლობაში მიცემის. პროკურორი ამბობს, რომ მიხეილ კალანდიას არ ქონდა განზრახული ის, რომ დავით სარალიძეს ზიანი მიეყენებიაო. საიდან მოვიტანეთ ამ კითხვას ოსო? მაგ შემთხვევაში, ანუ დაზარალებულმა უნდა თქვას, რომ ზიანი მიაყენა. ვინ დაზარალებულმა უნდა? ჩემი შვილი უნდა გავაცოცხლო, ჩვენება მიცეს და ჩავაწვინო საფლავში. რას ფიქრობს ეს ხალხი ვერ ხვდები. საკმარისი მტკიცებულებები გააჩნიათ აბსოლუტურად. უბრალოდ მიდის აქ ვიღაცებზე ხელის დაფარება. იმასაც ვიტყვი, სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ამ საქმეზე სრული ჭეშმარიტება არ დადგება. რატომ? აი რატომ გონიათ? ვიღაცების გამოძრომას მაინც ეცდებიან. არ მაქვს მკვლელებზე საუბარი, დაუშვათ, აქ მაქვს უკვე ანუ ჩინოვნიკებზე საუბარი, ვინ გააყალბა ეს საქმე. ყველას არ გამოაშკარავებენ, ეს გამორიცხულია. შეგიძლიათ გვარები მითხრათ, ვიზე გაქვთ ეჭვი, რომ დაუშვათ არ მოხდება, უნდა მოხდეს და არ მოხდება ამ ხელისუფლების პირობებში მათი პასუხისმგებლობა. მაგალითად ჩაყულაშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში, ქალაქის პროკურორი თვითონ იყო მაშინ და ეს საქმე როგორც კი მოაგვარა, გაათავისუფლეს სამსახურიდან, გადაიყვანეს სუსის ზედამხედველ პროკურორად. ანუ გააქრეს არენიდან, ასე რომ ვთქვათ, რომ აქტუალური არ ყოფილიყო ჩვენთვის. შემოიყვანეს კაპანაძე. კაპანაძეს პირდაპირ სათქმელი ჰქონდა იმის, რომ მე ეს საქმე გადმოვიბარე და მე რას მეჭით. თუმცა გახარიამ თქვა, რომ სამოხელეო საქმეზე აღიძვრება, ხო, საქმე, მაგრამ ამის მიუხედავად არ გჯერათ თქვენ, რომ ამ ადამიანებზე როდესაც საუბრობ, ცოტა შეიძლება დადგეს. ამ ადამიანებზე როცა საუბრობ, ცოტა ხიმილის მონგრელია ჩემთვის იქიდან გამომდინარე, შოთაძე გადადგა. დიახ. შოთაძე კი ანუ გადამდგარი იყო. თავის ადგილზე უნდა დარჩენილიყო და მე ანუ სიტყვა ეთქვა, მე ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე. და ჭეშმარიტებას დავადგენ. ეს იქნებოდა მისთვის სწორი ნაბიჯის გადადგმა და კაცური და ადამიანური და ყველანაირი ასპექტი როგორ ეკუთხეს არ უნდა შეგეხება, ეს იქნებოდა მისი სწორი გადაწყვეტილება. შოთაძე გადადგა, გაბიტაშვილი იქ არის, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ამ საქმეში, რომლის გვარი საერთოდ არ ჟღერდება. რატომ? ფარდი მიღმა არის. აი რატომ ზაზა რა მინდა იცით კითხო, თქვენ როცა ბძანებთ რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ გაქვთ იმის იმედი რომ მონაწილე ჯგუფში მონაწილეები კი არა, არამედ გამოძიებაში ჩართული მოხელეები პასუხისმგებლობა შეიძლება დადგესო. რატომ? ამ შემთხვევაში ხელისუფლებას რატომ არ უნდა აწყობდეს რომ აი თუ კი მიუყვებით, თქვა დაუჯერებთ გახარიას ნათქვამს რომ სამოხელეო საქმეზე აღიძვრება საქმე, ხო, გამოძიება. აი
რატომ არ გაქვთ თქვენ ამისი იმედი? ხალბატონო ინგა, აქ ელემენტარულ პასუხს გავცემ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოდი ერთი წუთი გადავდოთ გვერდზე, რომ ანუ მე ვიყო დაუშვათ მაყურებლის გვერდზე, ან ჩვეულებრივ მოქალაქე, როდესაც ასეთი რეზონანსული საქმე შეფუთვა ხდება. და დღემდე ჭეშმარიტება არ არის და უკვე ფიქრობენ, რომ გასაგებია, რომ ფიქრობენ, რომ რაღაც ჭეშმარიტება ამ საქმეზე უნდა დადგეს, ხო? და პლუს სააპელაციო სასამართლოში მიდის პროცესი იმის, რომ პროკურატურის პირვანდელი ვერსია უკაცრავად ამ გამოთქმას და კიდევ გააბრაოს. რა თქმა უნდა, იმ ჩინოვნიკებს მილიონი საქმე ექნება გაყალბებული კიდე. და ანუ ხელისუფლება ვერ გაბედავს დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. მე კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ, უბრალოდ შინაგან საქმეთა ministris თქმით, სამოხელეო დანაშაულზე დაიწყება გამოძიება სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ. აი რა მოლოდინი გაქვთ ამ განაჩენზე? მოლოდინი მაქვს იმაზე, რომ განაჩენზე არაფერი მოლოდინი არ მაქვს, იგივე ვერსია უნდა გაიტანონ ბოლომდე და ამაზე მართლა ხაზგასმით მინდა რომ ვისაუბრო, რომ თქვა უბრალოდ გავაკეთო კომენტარი, როდესაც ხელისუფლება წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაველოდოთ სააპელაციო სასამართლოს. ძალიან ბევრჯერ მაქვს მე თვითონ გაშიფრული და თქვენითაც ვისარგებლეთ და თქვენი თანამშრომლებისა და თქვენი ჟურნალისტებისაც მინდა მოვუწოდო, რომ ამ პირებს კითხვა ვინმე დაუსვას თუ შეიძლება, აი თუნდაც ბატონ გახარიას. რომ არის თუ არა უფლება მოსილი მოსამართლე ახალი ფიგურანტი შემოიყვანოს საქმეში. მაგალითად? არ არის. არანაირი უფლება არ გააჩნია მოსამართლეს ახალი ფიგურანტი დაასახელოს. მოსამართლე შეუძლია დაუშვათ შეიძლება თქვას ესეც, რომ რაღაც მეთოდებით ან არ დგინდება, ან ამ მოწმის ჩვენება არ არის სანდო, რაზედაც პირველ ინსტანციაში უკვე კალანდიას ჩვენება. ხო, აი ეს უნდა მეთქვა, თუმცა ამის მიუხედავად, მაგალითად გუში ვნახეთ საღამოს მიხეილ კალანდია პროკურატურაში დღეს უკვე სასამართლოში მისცა მან ჩვენება. თქვენი მთავარი მოთხოვნა იყო ერთ-ერთი, სწორედ ამ ბავშვის ამ ბიჭის პასუხისმგებაში მიცემა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა მიხეილ კალანდიას და მისი ადვოკატის დაბარება წუხელ პროკურატურაში? არ ვიცი, მაგათმა რა განმარტებას გააკეთეს, რომ ანუ სასამართლო პროცესზე დაკითხვამდე პროკურორი უფლებამოსილია კანონიერად აქვს უფლება რომ დაიბაროს მოწმენ და არ ვიცი გადაკითხოს, გამოკითხოს თუ რა ქნას ეს პროცესუალური საჩვეულებრივი მოლენა არის, მაგრამ ჩემი აზრი არის ასეთი, როდესაც მაგათ მათ განაცხადი გააკეთეს, რომ მოსამართლის წინაშე დაიკითხება. ეს უკვე ჩემთვის ძალიან დიდი იმედის მომცემი. რატომ? აი რა გაძლევთ იმედს? როდესაც მოწმე ითხოვს მოსამართლესთან დაკითხოს, ესე იგი რაღაც ეშინია უკვე. ან ზეწოლის ეშინია, პროკურორის ან გამოძიებლის, ან რაღაცის ეშინია ფაქტია, იმიტომ რომ ის ჩვენება, რასაც თუნდაც პროკურორმა რომ დაკითხოს, ის ჩვენება არ არის გამოსადეგი სასამართლოში მაინც. მაგრამ სასამართლოზე მიცემული ჩვენება უკვე ცვლის სიტუაციას. უკვე ცვლის სიტუაციას. და აქედან გამომდინარე რაღაცი შეეშინდა ამას და არ მიცა ჩვენება არც პროკურორს, არც გამოძიებელს. და ამან გაგიჩინა თქვენი იმედი. ზაზა, აი წლის ამბებზე საუბრობ მე მოგვიანებით პოლიტიკურ ლიდერებთან, უნდა ვისაუბრო მთელი წლის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან ამბებზე და ცხადია ხორავას ქუჩის ტრაგედიაზეც მე მექნება შეკითხვა, მაგრამ ამავე წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ მაგალითად მირზა სუბელიანის ის ცნობილი სკანდალური ჩანაწერები, სადაც ის საუბრობდა, რომ 1-2 кейსი მჭირდება და სულაც ავაყირავებო ამ ხელისუფლებასო. თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ, აი ეს საუბრები როცა მოისმინეთ და დაუკავშირეთ თუ არა მირზა სუბელიანის აი ეს ფარული ჩანაწერები გამოძიების გაყალბებას იქ რაღაც არასწორად წარმართვას. პირდაპირ კავშირში აბსოლუტურად ვისარგებლებ ამ შემთხვევითაც მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენს ხალბატონ ელისო გილაძე ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და ძალიან ბევრი ინფორმაცია მომაწოდა, რასაც მე უკვე ვაჟღერებდით და ფაქტიურად ყველაფერი დაადასტურა სუბელიანმა იმ ჩანაწერებში. ძალიან დიდი მადლობა მინდა ასევე რუსთავიორს გადავუხადოთ თქვენ ტელევიზიას, მთელ მასმედიას. მედია იყო ძალიან პრინციპული. აი ამ საქმეზე მოდით ვთქვათ ეს პირდაპირ. სხვა ჩვენ სანამ გადაცემა
გადაცემა დაიწყებოდა, წეგან საუბრობდით ჩემი ჯგუფის წევრები, პროდიუსერები, რომ მედიამ გააკეთა რეალურად ის, არა რომელიმე ერთმა კონკრეტულმა ჟურნალისტმა, არამედ მთლიანად მედიამ, რომ ეს თემა ვერ გადავიდა ინტერესების მიღმა. ეს იყო მედიის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება და სამწუხაროა ის, რომ წლის ბოლოს ჩვენ გადაცემას ვაკეთებთ, აი სეზონის ბოლო გადაცემას და კვლავ არ გვაქვს პასუხები მთავარ შეკითხვაზე. ბოლოს მინდა კითხოთ ზაზა, აი ეხლა პირდაპირ ეთერში მოდით კიდევ ერთხელ მოვასმეინოთ ჩვენს მაყურებელს და იმ ადამიანებს, ვისაც ეხება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, გამოძიება, სიმართლის დადგენა, რა კითხვები დაგიტოვათ ამ გამოძიებამ და რა მოთხოვნებია ეხლა თქვენი მხრიდან? აბსოლუტურად იგივე მოთხოვნებია, არაფერი არ შეცვლილა და არაფერი არ გამოაშკარავებულა აბსოლუტურად. ეს დაკითხვები, დაბარებები, ეს არ ცვლის საბოლოო ჭეშმარიტებას არ არის, ანუ იმის პამიდა რომ ჭეშმარიტება ჯერ არ არის დადგენილი, სანამ მოსამართლე ჩაქვით არ დაატყვას რომ ბრალდებული ეს ადამიანი ამ საქმეში, მაგრამ ჭეშმარიტება არ არსებობს. ამაზე შევთანხმდეთ, აბსოლუტურად იგივე კითხვები და იგივე მოთხოვნები მაქვს, რომ უნდა იყოს დაიჭილი ჩემი შვილის სკოლები და ყველა იქ მონაწილეები გარკვეულწილად ვის რა დანაშაულები წვლილი მიუძღვის. და პლუს ამას ყველა ხელის დამფარებელი ის პროკურორი იქნება, გამოძიებელი იქნება, მაღალ ჩინოვნიკი იქნება, დეპუტატი იქნება თუ ვინ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ამას, ყველა უნდა იყოს შესაბამისად დაიჭილი. და მინდა პარლამენტს პირდაპირ მიმართო ვისარგებლო ისევ ამ შემთხვევით და დაიბარონ ბატონი თადუმაძე და ღიად გასცეს იმ კითხვებზე პასუხები, რა კითხვებიც არის დაგროვილი და რა კითხვებსაც დაუსვავს თუნდაც დეპუტატები. მადლობა ზაზა, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და მე მინდა რომ 2019 წელს მაინც გაეცეს პასუხები იმ შეკითხვებს და მე მინდა გითხრათ რომ აი მართლა იშვიათი ადამიანი ხართ. შვილის ტრაგედია შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს შეგუმთხვეოდა, მაგრამ აი ეს ბრძოლა თქვენ რომ არ ნებდებით, თქვენ რომ მუდმივად ხართ მოთხოვნის რეჟიმში რომ გამეცით პასუხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა მოგილოცოთ წინასწარ და იმეც გამოვთქვამ რომ 2019 წელს თქვენ მიიღებთ მთავარ შეკითხვებზე პასუხს. კარგად ბრძანდებოდეთ. ღმერთმა დაგვრჩა თქვენს და სულიერ საქართველოს. მადლობა დიდი. მაშასე ეს იყო ზაზა სარალიძე, ყველაფერი რითიც თავი დაგვამახსოვრა 2018 წელმა. დღეს რეაქციაში შევაჯამებთ თუ როგორი იყო პოლიტიკური ძაღლის წელიწადი. რა შეიცვალა ხალხისთვის უკეთესობისკენ, რა შეიცვალა უარესობისკენ და ვისთვის როგორი აღმოჩნდა ეს წელიწადი. როგორ გვარწმუნებს ხელისუფლება რომ 2018 წელს ქვეყანაში თურმე სიღარიბის დონე შემცირდა, მაშინ როცა სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება. ეკონომიკის მინისტრი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს იმაში რომ ეროვნული ვალუტა უპრეცედენტოდ გაუფასურდა და შესაბამისად სამომხმარებლო ფასებიც გაიზარდა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ბრძანებს ის რომ ლარის კურს აქვს სტაბილურობა და ის შეიძლება იყოს გამყარებულიც, მაგრამ როგორც მინიმუმ იქნება სტაბილური. საიდან მოგვაქვს ჩვენ ეს აზრები? ეს არ არის ჩვენი განცდა, ეს არის მათემატიკაზე დამყარებული დასკვნებიო, გვეუბნება მინისტრი. ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი უნდა იყოს ნაკლები ეკონომიკაში, ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც. ჩვენ აქ მოგიყვანეთ დაანგარიშება 2017 და 2018 წელს შორის, ნაკლები კი არა 65 მილიონით მეტი დოლარი იყო ეკონომიკაში, რისგან უნდა გაიაფთეს ლარი. ლარი შეიძლება გაიაფთეს მხოლოდ იმისგან ამ სიტუაციაში თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური დაწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები, თორემ ფუნდამენტურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს. ფიზიკის კანონები ეწინააღმდეგება ამას და ეკონომიკის. აი ასე გვამშვიდებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია. მე სიტყვით წავიკითხე მისი დღევანდელი განცხადება, თუმცა ეს არ არის ერთადერთი განცხადება, კიდევ სხვა განცხადებებსაც დღეს წავიკითხავთ. ვაშასე ლარის არნახული დევალვაცია ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება, თუ მინის დაუჯერებ და პანიკას არ უნდა ავყვეთ. ასეთია მისი შეფასება და როგორ აისახება ეს თითეული თქვენგანის ჯიბეზე. ოჯახზე, მაცივარზე და მათ შორის თუნდაც საახალწლო სუფრაზე. ამაზე დასკვნა თავად საზოგადოებამ გააკეთოს, ვინაიდან სწორედ თქვენი მაცივარი არის ყველაზე საუკეთესო ინდიკატორი ქვეყნის სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის. რეკლამას
რეკლამას ვუშვებ ეთერში და რეკლამის შემდეგ პოლიტიკური ლიდერების რეაქციას გთავაზობთ. წლის მთავარი მოვლენების შეჯამებით გიგი უგულავა, ნიკა მელია, ირმა ინაშვილი იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. გაგიკვირდება და დღევანდელ გადაცემაში არ მონაწილეობს ხელისუფლება. მთელი დღის განმავლობაში მათგან ვერ მივიღეთ თანხმობა, რომ მათი წარმომადგენელი ყოფილიყო ჩვენი სტუმარი და გადაცემის დაწყებამდე სულ რაღაც 15-ოდე წუთით ადრე შემოგთავაზეს მონაწილეობა, თუმცა ჩვენი გადაცემა უკვე დაგეგმილი იყო. ასე რომ მე მხოლოდ იმას შევახსენებ პოლიტიკოსებს, თქვენ მიდიხართ და მოდიხართ, ხალხი კი ყველაზე რეალურად აფასებს ქვეყნის მთავარ პრობლემას. არ არის საჭირო მედიასთან თამაში, როდესაც არის კითხვები, მას უნდა გაეცეს პასუხები. რეკლამა მალე გაივლის, დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მაშასე დაბრუნდით პირდაპირ ეთერში. ინფლაციაში ჩვენ ვართ საკმაოდ კომფორტულად. ეს გიორგი ქობულიას დღევანდელი და მორიგი გასაოცარი ფრაზაა. ეკონომიკის მინისტრი მედიას დღითი დღე ამარაგებს მარგალიტებით. არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, ვისაც მუშაობა საერთოდ არ უნდა. საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. 2017 წელს ბიზნეს სექტორში შეიქმნა 41,000 სამუშაო ადგილი. საკმარისია ეს თუ არა? ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი, ისიც გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ეკონომიკაში წელიწადში 30-40,000 სამუშაო ადგილი იქმნება. ჩვენ გვინდა ეს მაჩვენებელი მივიყვანოთ 60,000 სამუშაო ადგილამდე წელიწადში. ეს სამუშაო ადგილები იქმნებოდა 2016-შიც, უმუშევრობის დონე იკლებს, თუმცა უმუშევრობაში ვხედავთ დიდ გამოწვევას. 3,700,000-დან ვისაც მუშაობა შეული არის დაახლოებით 2 მილიონი, დანარჩენი არის 15 წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის ადამიანი. ძალიან დიდი რაოდენობა ყავს იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან სამუშაო ადგილის გარე, ტიპური წარმომადგენლები არიან, დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ. თუმცა არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა. აი ასეთი განცხადება გააკეთა დღეს ეკონომიკის მინისტრმა. ანუ გიჭირთ, მაგრამ მუშაობა არ გინდათ, გვეუბნება მინისტრი. შეგახსენებთ გასულ კვირას TV პირველის ეთერში გიორგი ქობულია მისიც კითხვა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ხალხს უფრო და უფრო უჭირს. ეს არ არის მართალი, არის სტატისტიკა, ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს და არ არის ჩვენი მოგონილი. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აუდირებული ფაქტები და სტატისტიკა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ჩვენ ბევრი მიმართულებით ძალიან კარგად ვითარდებით, ყოველწლიურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც რა თქმა უნდა აისახება მოსახლეობაზე. გვაქვს ფაქტები და ციფრები სიღარიბესთან, შემოსავლებთან დაკავშირებით. შემოსავლები იზრდება, ჩვენ ყოველ წელს და ყოველთვე უკეთესად და უკეთესად ცხოვრობთ. თქვა TV პირველის დღის ამბებში ერთი კვირის წინ მინისტრმა. კითხვას, როდესაც არ იზრდება პენსია, მაგრამ იზრდება საკვების ფასები, როგორ ცხოვრობს მას მოქალაქე უკეთესად, ეკონომიკის მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა. მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსი შეიცვალა, ინფლაცია ქვეყანაში არის არაუმეტეს 2-2.5%-ისა, რაღაცა პროდუქტებზე ფასი გაიზარდაო, მაგრამ რაღაც პროდუქციაზე დაეცაო. შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს და ზოგს გონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ნახოთ ფაქტები, ეს ასე არაა. და როგორც ზევით თქვი, ეკონომიკის მინისტრმა დღეს ისიც გვაცნობა, რომ დიასახლისებს მუშაობის სურვილი არ გააჩნია და ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ქვეყანაში უმუშევრობის დონე ნელი ტემპით იკლებს. თუმცა საინტერესო არაა, თავაზობს გიორგი ქობულია ქართველ დიასახლისებს, რატომ ფიქრობს მინისტრი, რომ სამუშაო ადგილები არსებობს, მაგრამ საზოგადოების ნაწილს მუშაობა არ სურს. რა გაგვახსენებს პოლიტიკურ 2018-ს, ყველაფერი რაც ამ წელს ჩვენს გარშემო ხდებოდა. მე საქართველოს პრეზიდენტი. რომელი პოლიტიკური მოვლენა გახსენდებათ 2018 წლიდან? არჩევნები რასაკვირველია. გადავყევით ამას და სიტყვით გვართობდნენ პოლიტიკოსები. კაი რა გავიხსენო? ძალდატანებითი მოვლენები რამდენიც გინდა, ასე გაგიდეთ თუ არა ამას გიზამ. ხმას არ მომცემ, ამას გიზამ, იმას გიზამ. ეს არ არის კაი მოვლენა, ეს არ მომწონს. 2018 წელში არჩევნები.
დაკმაყოფილი ვარ. რა შეიცვალა ადამიანებისთვის, რომლებიც გადაწყვეტილებებს თავად ვერ იღებენ და სხვების გადაწყვეტილებაზე არიან დამოკიდებულნი. ადამიანებისთვის, რომლებიც წლიდან წლამდე ოჯახებს ძლივს არჩენენ. ადამიანებისთვის, რომელთა დიდი ნაწილი ისევ სოციალური შემწეობის იმედადაა. ადამიანებისთვის, რომლებსაც კარგ ცხოვრებას პირდებოდნენ და დღემდე საოცნებო აქვთ სამსახური და ოჯახების სარჩენად საჭირო ფინანსები. თქვენი ცხოვრება გაუმჯობესდა თუ გაუარესდა? არა, გაუარესდა. შეიძლება პოლიტიკოსებს გაუმჯობესდა, თორე თვითონ მოსახლეობა ხო ხედავთ რა დღეშია. შედარებით გაუმჯობესდა, შედარებით ასე ვფიქრობ. ისე იმად დარჩა ყველაფერი, როგორც იყო. არც ერთი არ გინდა ჩვენ. შიმშილით მიგდება შუიშვიები და ყველაფერი. ნაგავში ვიღებთ რაღაცას. როგორ აფასებენ 2018 წელს პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ ამბიცია მართონ ჩვენი ქვეყანა? წავე ურთიერთდაპირისპირებები, ხმაურიანი საკადრო ცვლილებები, დაწყებული და შემდეგ თაროზე შემოდებული გამოძიებები, სკანდალური ფარული ჩანაწერები და ბრძოლა კომპრომატებით, რა შეიცვალა ადამიანებისთვის, რომლებიც კვლავ ქუჩაში დგანან და უსამართლობას აპროტესტებენ. პოლიტიკა მოუკლა მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი. პოლიტიკოსები აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს ხელს. უკიდურესად მწვავე წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების ორი ტური, რომლის შედეგად პირველად საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტი ქალი გახდა. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გარდაცვლილი მეშახტეები, გაზრდილი კრიმინალი, უცვლელი სოციალური ფონი, რა შეიცვალა 2018 წელს ხალხისთვის და რა შეიცვალა პოლიტიკური ელიტისთვის. ხალხი ძალიან ცუდ დღეში არა, ნახეთ. გადახედეთ, ყველგან ქუჩაში არის, ყველა რაღაცას ყიდის, იმის გამო რომ თავი იჩინონ ყოველდღიურად. მოგითხარ სიმართლე უკან მიდის ყველაფერი. გაუარესდა საშინლად, კაცო. ჯერ დამთავრებული არ იყო არჩევნები, რომ მეორე დღეს ურიდა ყველაფერი გააძვირეს. გაუმჯობესდა. ბევრად. როგორ ხვდებით 2019-ს და რას გვპირდებიან სანახაობის მიღმა ქართულ პოლიტიკაში? მელოდები რომ შეიძლება უკეთესობისკენ ცხოვრება. ხალხი ისია გულმოსული. თუ არაფერი რაღაცა საშველი არ იქნა. მერე უკვე არ ამგონია რომ რამე მუშაობა. ვინ დაბრუნდება სახალხო არდადეგებიდან და ვის გაუშვებენ სახლში საქართველოს მთავრობიდან? ბრუნდება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი? ველოდო თუ არა 2019 წელს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს? დღეს რეაქციაში 2018 წელს ვაჯამებთ, რა დაგვიტოვა პოლიტიკურმა ძაღლის წელიწადმა. მაშასე გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და პატრიოტ ალიანსის ასევე ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ჩვენი რეაქციის სტუმრები, ვიწყებთ გიგი უგულავასთან საუბარს. დიდი მადლობა ბატონო გიგი, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მე მინდა გთხოვოთ თქვენი პასუხი ამ შეკითხვაზე, თქვენთვის რითი იყო გამორჩეული 2018 წელი? პირადად თქვენ რით გაგახსენდებათ ეს წელი? გულისხმობ პოლიტიკურ წელს, რა საკვირველია? ხადე. მოგესალმები მაყურებელს. პირველ რიგში მინდა ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მივულოცო მათ და უსურო წარმატება, ბედნიერება და იმედების აღსრულება, რაცთანაც შობა არის დაკავშირებული. ასევე მინდა მის უწმინდესობას მივულოცო ინტრონიზაციის დღე, უსურო მას ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და ქვეყნის სამსახურში დგომა. რაც შეეხება 2018 წელს, 2018 წელი მართლაც არაორდინალური წელი იყო ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. ჩვენ ვიხილეთ და შეგვიძლია ერთი სიტყვით ვთქვათ, 2018 წელს ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად გაშიშვლდა. ჩვენ ვიხილეთ შეშინებული, დამფრთხალი პირველად ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, შეშინებული საკუთარი ხალხის წინაშე.
რა თქმა უნდა, ამ წლის მთავარი მოვლენა იყო საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ ეს წელი პოლიტიკურად დაიწყო მაშინ, როდესაც აბსოლუტურად დაუსაბუთებლად შშს-მ რეიდი მოაწყო და პრაქტიკულად ავტომატებით შევარდა კლუბში, სადაც ახალგაზრდები ისვენებდნენ, შემდეგ ამას მოყვა პროტესტი, შემდეგ უკვე გაუგონარი საზოგადოებრივი პროტესტში გადაიზარდა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სარალიძეს საქმესთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ ყავს მოკლული ახალგაზრდა ბავშვები, მაგრამ არ ვიცით ვინ არის მკვლელი, რამაც საზოგადოების ესეთი მძაფრი პროტესტი გამოიწვია და საბოლოო ჯამში ნახეთ გადამდგარი პროკურორი. პოლიტიკურად რა თქმა უნდა მთავარი მოვლენა იყო არჩევნები და ამ არჩევნებიდან ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი რამე ვთქვათ, რომ პოლიტიკური ცხოვრება აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. რას გულისხმობთ, ბატონო? სიმძიმე პოლიტიკური პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი გადაიწევს უფრო რადიკალურისკენ და შესაბამისად 2019 წელს პოლიტიკა იქნება უფრო რადიკალური. ამაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში და ერთადერთი პასუხისმგებლობა თუ ვინმეს ეკისრება და ლომის წვლილი მიუძღვის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ მან მეორე ტური აქცია საკუთარი თავის და ქართული ოცნების რეფერენდუმად, ეს აღარ იყო სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის დაპირისპირება, ეს იყო რეფერენდუმი, დარჩებოდა თუ არა ხელისუფლებაში ქართული ოცნება და ჩვენ ვიხილეთ, რომ ქართული ოცნება წამსვლელია ყველანაირ საზიზღრობაზე, ოღონდ კი შეინარჩუნოს ხელისუფლება. ჩვენ ვიხილეთ ისიც დავინახეთ ისიც, რომ კიდევ კაი დამთავრდა ნოემბერში და კიდევ 6 თვე რო ყოფილიყო წინასაარჩევნო კამპანია, ეს ქვეყანა შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩენილიყო. ჩვენ ვიხილეთ, რაზე შეიძლება წავიდეს და რა არის ბიძინა ივანიშვილის მაქსიმუმი. ამიტომ ამ თვალსაზრისით ჩვენ ბევრი რამე შევიძინეთ და რაც თავარია, თვითონ ქართულმა ოცნებამ მართალია ის ამას არ იმჩნევს, მაგრამ დაინახა, რომ პრაქტიკულად სახელისუფლებო ლეგიტიმაციის მქონე ადამიანების რაოდენობა და ეს არის 850,000 ადამიანი ამბობს არა ბიძინა ივანიშვილს. მზად არის გამოგვიყენოს ჩვენ, მე იქნება რაღაც ნებისმიერი პოლიტიკოსი და ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნების ნაცადი ტაქტიკა კვლავ რჩება, ესე ვთქვათ, საპირწონედ წინა ხელისუფლება წამოაყენოს, შესაბამისად შეაშინოს ადამიანები, ნახეთ ჩვენ მეორე ტურის წინ პირდაპირ სამოქალაქო დაპირისპირებით იმუქრებოდა, თუ წააგებდა, ამითი პრაქტიკულად გვეუბნება, რომ არჩევნებს არ აქვს აზრი, იმიტომ რომ თუ წავაგე ომს დავიწყებ. ბატონო გიგი, შეიძლება ერთი შეიძლება თუ შეიძლება და ამას დავასრულებ და კი ბატონო. ამიტომ რომ შევაჯამოთ ეს არჩევნებში ჩვენ მივიღეთ კვლავ ხელისუფლებაში ქართული ოცნება, მაგრამ მის საპირწონედ ჩვენ მივიღეთ პრაქტიკულად სახელისუფლებო ლეგიტიმაციის მქონე ადამიანები, რომლებმაც შეძლეს გაერთიანება, რომლებმაც გაიარეს აი ამ ქარცეცხლში, რასაც უტყიფარ ქარცეცხლში, რასაც მეორე ტური ერქვა და მაინც მივიდნენ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიცეს ხმა. ეს ხალხი აღარასდროს აღარ დაბრუნდება ბიძინა ივანიშვილთან. გასაგებია. ამიტომ, როდესაც საუბრობთ არჩევნებზე, დიახ და მაშინ გავაგრძელოთ საუბარი. კი ბატონო, ანუ აი სწორედ ამ თემაზე მინდოდა ჩაკითხვა, შეიძლება ითქვას, რომ აი თქვენ ბძანეთ, რომ 800,000 ადამიანი, რომელიც არასოდეს აღარ მიბრუნდება ქართული ოცნებისკენ, მაგრამ რეალობა არის ასეთი, ხო? თქვენ მე მაინტერესებს ასევე რომ განმიმართოთ, უფრო რადიკალიზაცია მოხდებაო პროცესების და ამაში რა გულისხმება, ანუ ქუჩაში გადავა პოლიტიკური პროცესები, ამას გულისხმობ თუ არა, მაგრამ პირველ რიგში აი ეს კითხვა 800,000 ხმა, მაგრამ ამ 800,000-ზე მეტი ხმა მაინც მიიღო ხელისუფლებამ. როგორ მიიღო, რანაირად მიიღო, ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტზე ვსაუბრობ. ანუ ხელისუფლება ყველა არჩევნებში მოახერხებს იმას, რომ ხალხს შეახსენოს ნაციონალური მოძრაობა და ყოფილი ხელისუფლება
და ყოველთვის თქვენზე მეტი მომხრე დარაზმოს იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს. ეს არის 2x2 4, ეს აჩვენა ამ არჩევნების მეორე ტურმა. აბა რისი იმედეგა, რაში ვერ დამეთანხმებით? ფაქტია, რომ 1%-იანმა სხვაობამ ბევრი ადამიანი ისეთი მიიყვანა სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მისაცემად, ვინც საერთოდ არ იყო ოცნების მეხოტბე და ამომრჩეველი. მათ შორის ბევრი ჩემი ახლობელია და ამიტომ ვარ დარწმუნებული ამ კითხვის შინაარსში. კი ბატონო, კითხვა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ლოგიკურია, უბრალოდ მე თქვენ დასკვნას არ დავეთანხმებოდი, იმიტომ რომ თქვენი დასკვნა ამ შემთხვევაში აღვიძებს საზოგადოებაში სკეპსის, ახლა მე თქვენ კი არ გადანაშაულებთ, მაგრამ სკეპსის, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. მე ამ არჩევნებმა სხვა რამ დამანახა, მე დამანახა, რომ სწორედ ამ არჩევნებით არის შესაძლებელი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და რომ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. და ამ თვალსაზრისით ჩვენ ევროპული საქართველო ვართ ძალიან მკაფიო და კატეგორიული და როგორც თქვენს იცით, მკაფიოდ განსხვავდება სხვა პარტიებისაგან. ეხლა რატო ვარ ასე ოპტიმისტურად განწყობილი? ინგა, პირველ ტურში ოპოზიციამ თლიანობაში, ანუ სალომე ზურაბიშვილის გარდა, მიიღო 1,70,000 ხმა. ზოგადად საქართველოში და აი ამიტომაც ვამბობ, რომ რევოლუციები გამორიცხა თვითონ საზოგადოებამ, ჩვენ საზოგადოებამ დაგვიწესა ერთგვარი ნიშნულები, როდის შეიძლება ველოდოთ ჩვენ ხელისუფლების ცვლილებას. 2012 წელს მოვიდა 2 მილიონზე მეტი ადამიანი, ოცნება მიიღო მილიონზე მეტი ხმა და შესაბამისად ის მოვიდა ხელისუფლებაში. 2018 წელს მოვიდა მეორე ტურში 2 მილიონი ადამიანი, ოცნება მიიღო მილიონზე ცოტა მეტი ხმა, შესაბამისად შეინარჩუნა ძალაუფლება. ანუ საქართველოში ძალაუფლების ცვლილების საკითხი, როდესაც წყდება, ამისათვის არჩევნებზე უნდა მოვიდეს 2 მილიონი ადამიანი ან მეტი, ეს არის მაქსიმუმი, ამაზე მეტი უბრალოდ ვეღარ მოვა და არ მოსულა საერთოდ არასდროს, ანუ უნდა მოვიდოს 2 მილიონზე მეტი ადამიანი და შესაბამისად მხარემ, ვინც იმარჯვებს, მილიონზე მეტი ხმა უნდა აიღოს. აი ეს არის ის ნიშნულები მარტივად რო ვთქვათ, რომელიც აუცილებელია საარჩევნო. ოპოზიცია, რომელმაც შედეგი დადო ამ არჩევნებში, ეს ოპოზიცია, ამ ოპოზიციის წინააღმდეგ თქო, ყოველთვის უფრო მეტი ადამიანი მოიძებნება ამ ქვეყანაში, ვინც ოღონდაც არ მობრუნდეს გავიგე და მისცემს მაინც ოცნებას ხმას. კი ბატონო. კი ბატონო, მე ხომ აქვს საშუალება რომ რაღაც კითხვა ჩავაკონკრეტო. კი ბატონო. კი ბატონო. ზუსტად აქეთკენ მივდივარ მეც. შესაბამისად, პირველ ტურში საერთო ჯამური რაოდენობა ოპოზიციამ აიღო 1,70,000 ხმა. ამაში შედის იქ უსუფაშვილი, გირჩიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე ტურში უკვე გასულმა კანდიდატმა ბატონმა ვაშაძემ აიღო 850,000 თავის გაბატილებებით. ანუ პირველ ტურში ვინც საერთოდ ოპოზიციას დაუჭირა მხარი, 200,000-ით ნაკლებმა ადამიანმა დაუჭირა მეორე ტურში უკვე გასულ კანდიდატს. ეს 200,000 ადამიანი ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ის დაშინდა იმ პროპაგანდით, ან ენდობიძინა ივანიშვილს, რომ ერთი წელი გვინდა იმისათვის, რომ ყველაფერი გამოასწორო, შეეშინდა შეიძლება, რა ვიცი, ძველი ხელისუფლების დაბრუნების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მიცა ეს ფორა. მაგრამ მე შეგახსენებთ ისევ, რომ მილიონს თუ გადაცდა ოპოზიციური ხმების საერთო ჯამური რაოდენობა, ეს არის უტყუარი ნიშანი ხელისუფლების ცვლილების. ეხლა რატომ ვარ ოპტიმისტურად პირდაპირ გეტყვით? 2013 წელს, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩვენი დევნა, ციხეში დაპატიმრება, დაკითხვაზე ტარება, რა ვიცი, ცემა ქუჩაში, ისე რომ საერთოდ პასუხს არავინ არ აგებს ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ნახეთ უამრავი დეპუტატი თავგატეხილი, გატაცებული დეპუტატები, რა ვიცი, უამრავი უკანონობა, მაგრამ და რითი დაიწყო ოპოზიციური სვლა ქართული ოცნების წინააღმდეგ. 2013 წელს 340,000 ადამიანმა დაუჭირა მაშინ დავით ბაქრაძეს მხარე. ამის მერე გაგრძელდა დაპატიმრებები ციხეში წავედი მეც დაპატიმრებულია უამრავი ადამიანი გრძელდება რეპრესიები, ანუ გეგმაზომიერად მიდის კულტივაცია ერთი ძალიან არასწორი და სახიფათო იდეის, ანუ
ქართული ოცნება და ივანიშვილი ამ ადამიანებს ეუბნება, რომ თქვენ ხართ კოლექტიურად დავარქვათ ნაცები, თქვენ ხართ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები და მეორე ხარისხოვან მოქალაქეებზე კანონი ვრცელდება სრული სიმკაცრით, ხოლო ჩემ ახლობლებზე, როგორც არის ფარცხალაძე და ასე შემდეგ, კანონი არ ვრცელდება. ანუ ამის კულტივაცია მიდის, მაგრამ 2016 წელს 340-ის მაგივრად უკვე საერთო რაოდენობა 500,000-ზე ადის. ეხლა ამის შემდეგ გადის კიდე დრო, გრძელდება კიდევ ეს რეპრესიები, გრძელდება კიდევ გაუცხოება საკუთარი მოქალაქეების, გრძელდება დევნა საკუთარი მოქალაქეების და ეს ნიშნული უკვე ადის 850,000-ზე. ამიტომ და ძალიან სახიფათო და არასწორი გადაწყვეტილება და დასკვნა გამოიტანა ამ არჩევნებიდან ივანიშვილმა, რომელსაც დაიწყო ხა ბოლტების მოჭერა, დაიწყო კლავციხეები, დაიწყო ისევ იგივე, რასაც ამდენი ხანი აკეთებდა, მაგრამ ისევ ვიმეორებ, თუ რაღაცა გაიზარდა 300-დან ჯერ 500-მდე, 500-დან მერე 800-მდე, 2 წელიწადში 200,000 ადამიანი, რომელიც მზად არის რომ ოპოზიციას დაუჭიროს მხარი, მაგრამ ამ ეტაპზე არ აღმოჩნდა და გადაიხარა ქართული ოცნებისკენ, მე თქვენ გარწმუნებთ. მას შემდეგ რაც ივანიშვილი აი ესე უტიფრად, აი მოსამართლეებს დაამტკიცებს, აი ესე დაუსრულებლად შულკვდარი მშობლები ქუჩაში გააგრძელებენ სამართლის ძიებას. აი ესეთი დაუსჯელი იქნება ფარცხალაძე, რომლის მიმართაც კანონი არ ვრცელდება, ან ვრცელდება ძალიან ფორმალურად. აი ესეთი უტიფარი და უტვინო იქნება ეკონომიკის მინისტრი, რომელიც დიასახლის ეუბნება რომ ახალ უსაქმურები მაშინ როდესაც დიასახლისობა არ არის არჩევანი და მე რაც ვთავარია არის ურთულესი და ძალიან მძიმე ფიზიკური შრომა. ამიტომ არავინ არ არის ის უსაქმური როგორც ეს წარმოუდგენია ბატონ ეკონომიკის მინისტრს. აი ეს ყველაფერი გაგრძელდება და მთავარი რაც გაგრძელდება ივანიშვილმა ვერ გამოიტანა დასკვნა ერთი 6 წლის მანძილზე ქართული ოცნება რომ კითხოთ რა არის ქართული ოცნება 20 წამში თქვენ ვერ ჩამომიყალიბებთ შინაარს ქართული ოცნების რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ პირველი თქვენ რაც მოგივათ თავში ქართული ოცნების გახსენებაზე ეს არის დაამარცხა წინა ხელისუფლება ანუ წინა ხელისუფლების დამარცხების მეტი ხელისუფლებას არანაირი დასაყრდენი, არანაირი სალაპარაკო საკომუნიკაციო არ აქვს და ამის დასტური ეს არ არის ინგა ჩემი შეგრძნება. ეს არის ფაქტები, იმიტომ რომ მეორე ტური მხოლოდ და მხოლოდ ერთი ეგიდით მიმდინარეობდა და ეს იყო არ მოუშვათ წინა ხელისუფლება. ბატონო გიგი თუ ატყობთ მე მიზანმიმართულად არ გაწყვეტინებთ, იმიტომ რომ წლის შეჯამებისთვის ყავხართ მოწვეული სტუმრად, მაგრამ ისევ აი მივედით იქამდე. არა მე მართლა მიზანმიმართულად არ გაწყვეტინებ და არც ერთ სტუმარს არ შევაწყვეტინებ, მაგრამ აი უყურეთ ეხლა რაშია საქმე, ისევ მივედით იქამდე რომ მაინც იყო ეს ყველაფერი საბოლოოდ მისული იქამდე რომ ოღონდაც არ დაბრუნდეს წინა ხელისუფლება. წეღა როცა თქვენ საუბრობთ ნაცემ თავგატეხილ დეპუტატებზე ძალიან ცუდია, მაგრამ ასეთი ხალხი ხო ყოველთვის უფრო მეტი არ იქნება, ვიდრე ის მხარდამჭერები, ვინც თქვენან არა გეტყვით რაც გულისხმობ, ვინც თქვენან ნაციონალურ მოძრაობას გაძლევთ ხმას, იმიტომ რომ ხალხს ხო მახსოვს ნაცემ დეპუტატზე მაგალითად დეპუტატი გელაშვილი, უკიდურესად ნაცემი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში კობა დავითაშვილი და არა მხოლოდ ისინი. ანუ ყოველთვის თქვენს წინააღმდეგ მაინც იქნება ის პროტესტი, რაც ოცნებას გაამარჯვებინებს. დრო რო დავზოგოთ, ეხლა ეს კითხვა ხო დამისვით და გიპასუხებ. რა თქმა უნდა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მაგრამ თუ იქნება დამოკიდებულება და ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ მარტო ის ნაცემი დეპუტატია ცოდო რომელიც ჩემსკენ არის და ნუგზარ ციკლაური რომელიც გაიტაცეს და ცემეს 2013 წელს საერთოდ გამოძიებაც კი არ დაწყებულა. როდესაც ჩიორას ცხვირპირი დაუმტრიეს, ასლარიანის აკმარეს, როდესაც კორცხელში თავპირი დაამტრიეს ოპოზიციას, გამოძიებაც არ ყოფილა და სახეში შეფურთხება მოხდა ის რაც გააკეთეს ახლა სასავდა და ბოლოში საბოლოო ჯამში ისე ვიმეორებ ინგა ჩვენ როგორც ჩანს ვერ ვგზნობთ კარგად საზოგადოების დუღილს. ძალიან მძიმე და სარისკო ნიშნულზე არის ეს ყველაფერი მისული. საზოგადოების უკიდურესი გაღარიბება, უკიდურესი იმედგაცრუება არის საერთო ფონი
და მენდეთ ინგა 850,000 ადამიანის მხარდაჭერა უკვე საკმარისია საქართველოში რომ მართო ქვეყანა არა მე იმას არ ვამბობ რომ ეს არის ცოტა ეს არის ძალიან ბევრი უბრალოდ უფრო ბევრია თქო მოწინააღმდეგე შეუძლებელია ესეთი შეუძლებელია მე თქვენ გარწმუნებთ რომ ამ ადამიანებისთვის მეც მიხეილ სააკაშვილიც ნებისმიერი დღევანდელი პოლიტიკოსი რომელიც ასოცირდება წინა ხელისუფლებასთან არის ინსტრუმენტი ხალხი გახდა რადიკალური და ეს გახდა იმის გამო რომ ბიძინა ივანიშვილმა შეინარჩუნა ხელისუფლება შეინარჩუნა ზამბარის გაწელვით თქვენ გონიათ რომ ის კამპანია რაც ჩაატარა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ეს უკვალოდ ჩაივლის? ნახოთ, ამას უკვე გვიჩვენებს უახლოესი მომავალი. ამიტომ გეუბნებით, რომ როცა თქვით, რომ ძალიან მარტივად შემიძლია შეგვიძლია. ქართული ოცნების იმას გულისხმობ, რომ საზოგადოებრივი განწყობილებები დღეს იმ ადამიანების ქუჩაში გადავა პოლიტიკა. ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად გამოგვაცხადა. არა მარტო მე ან რომელიმე პოლიტიკოსი. 850,000 ადამიანს უთხრეს, რომ დღეიდან თქვენ ხართ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები, თქვენ კანონის სრული სიმკაცრით მოგექცევით და ვინც ჩემსკენა იმას ხელს დავაყარეთ. ორი წუთში გაგვეთიშება ერთი კითხვა მოვასწრო. 200,000 ადამიანი დარჩა იმისათვის, მეგობრებო, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდეს. და ეს აბსოლუტურად რეალისტურია და თუ ხელისუფლება ზუსტად იგივეს აკეთებს, ნიშნავს მურუსიძეს, ნიშნავს ჩინჩალაძეს, მაშინ რაღა განსხვავება რითი არის წულუკიანი ადეიშვილზე უკეთესი, მაშინ როდესაც აი თქვენი სტატუსი უნდა წამეკითხა და ერთ წუთში უნდა ჩავეტიოთ პასუხი Facebook-ის სტატუსი ადეიშვილი დაბრუნდა მთავრობაშიო თუ რამე გამომჩაო თუ ეს ხალხი მოსამართლეები დაამტკიცა პარლამენტმა თანაც უვადოთ სასამართლო მონსტრების კორპორაციად საბოლოოდ გაფორმდება აღარც ბიძინა იქნება აღარც მიშა არც გრიშა და არც გიგი ეს მონსტრები კი შთამომავლობას გააწამებენ ანუ თქვენგან განმობარებული ხალხი ესე იგი თქვენს გყავდათ ეს მონსტრების კორპორაცია, ამითი ამას აღიარებთ. ესაა ჩემი ბოლო კითხვა და დაგემშვიდობებით. სასამართლო სისტემა ჩვენი აქილევსის ქუსლი იყო, ჩვენი პრობლემა იყო. რა თქმა უნდა, მათ შორის ამ სფეროში თავის დროზე ჩვენ დროს ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნდამენტი შეიძლება ჩაიყარა, მაგრამ დამოუკიდებელი სასამართლო არ იყო, რამაც წარმოქმნა მთელი ის პრობლემები, რომლებიც თქვენ და არავის არ მოგწონს და მე ამას გულწრფელად განვიცდი და გულწრფელად ვნანო. მაგრამ არ შეიძლება ადეიშვილის მოსამართლე იყოს ცუდი და ივანიშვილის მოსამართლე იყოს კარგი, როცა ერთი და იგივე ადამიანზე მადლობა. საზოგადოებას არ ჭირდება არც ადეიშვილის და არც ივანიშვილის მოსამართლე. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი მოსამართლე, რომ ასეთი რაღაცეები ჩვენ ხო ვნახეთ, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ქუჩაში ეძებს შულმკვდარი მამების სამართალს. რატო? ესე იგი ხელისუფლების ცვლილება ამისთვის არ არის საკმარისი. თავარი შეცდომა რაც თავის დროზე გაუშვა ხელიდან ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა იყო ის, რომ არჩევნების გზით როცა მოვიდა, არ უნდა გაეკეთებინა კონვერტაცია, ეს თითქოს რევოლუციით მოვიდა. არ უნდა დაეწყო, არ უნდა გამოეყენებინა სასამართლო პოლიტიკური შურისძიებისთვის. ეს ყველაფერი პრობლემაა, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ინგა მოხდა და დღეს უვადოდ მტკიცდება. ზუსტად ეს არის უვადოდ მტკიცდება. მონსტრების კორპორაცია არის ზუსტად ეს. თუ ეს ხალხი დამტკიცდა უვადოდ, შემდეგ ხელისუფლებას ეტყვიან კი ბატონო მე შენთან ვიძმაკაცებ ყველაფერს გაგიკეთებ, მაგრამ შენ მე გამაკეთებინე ფული. აი ეს არის დღეს სასამართლო. აი ეს მივიღებ ჩვენ და თუ დღეს პარლამენტმა და მე მინდა მართლა გულწრფელად მივმართო ქართული ოცნების იმ წარმომადგენლებს, რომელსაც ეს ხალხი და სახელობით და გვარებით არ მოწონდათ. როგორ უნდა მოგიტრიალდეთ ხალხო ხელი და დააჭიროთ ამას, დააჭიროთ ღილაკს და მიცეთ შთამომავლობას წაართვათ. სამოსე ჩვენ მე და თქვენ კი არა, ჩვენ თაობას კი არა. ჩვენ მომავალ თაობას წაართვათ.
მართვა დამოუკიდებელი სასამართლოს შანსი. აი ეს არის ყველაზე დიდი და ეს არის დასკვნა, რომელიც ამ არჩევნებიდან გამოიტანა. ამისთვის უნდა ივანიშვილს ეს ერთი წელიწადი როგორ ჩანს. სასამართლო სისტემის და აი როდესაც სარქველი დაიხურება აი მაშინ ამოყირავდებიან ზუსტად 200,000 ადამიანი იმედგაცრუებულია 2/3 უკვე შეკრულია დარჩა 1/3 და მე დარწმუნებული ვარ შემდეგ არჩევნებზე ზუსტად მილიონზე მეტი ადამიანი ეთქვის ივანიშვილს არას სამწუხაროა რომ ჩვენ დღეს ვერ ვახერხებთ ისევ პროპორციულზე გადასვლის, მაგრამ აუცილებლად მოხერხდება ეს მე დარწმუნებული ვარ. მადლობა, ეს იყო გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. ახლა კი გადავდივარ ნიკა მელიასთან, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ყავს ხაზზე. დიდი მადლობა ნიკა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდით შევაჯამოთ ისევე როგორც გიგი უგულავას, თქვენც შევეცდები რომ არ შეგაწყვეტინოთ და თქვენი შეჯამება მოისმინოს მაყურებელმა. ჩემი და თქვენი საუბარი შეწყვეტინების გარეშე ძალიან რთულად წარმოსადგენია, მაგრამ რამდენადმე შევეცდები. შეაფასეთ 2018 წელი, პოლიტიკური წელი. ნუ რა თქმა უნდა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ნუ ამ წელიწადმა საბოლოოდ დააწმუნა ძალიან ბევრი ადამიანის კი ვისაც ჰქონდა იმედი ქართული ოცნების მიმართ რომ რაღაცას გააკეთებს სასიკეთო საზოგადოებისთვის. დააწმუნა რაში? დააწმუნა რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ არის მომართული საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ამისთვის იბრძვის. ასევე დააწმუნა ძალიან ბევრი, ვინც არ იყო დაწმუნებული მაგალითად 2017 წლის 18 დასაწყისისთვის, ხო? რომ საშობარზე არის მოსული თითქმის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი. და ფაქტები დასტურდება ეს ყველაფერი. რატომაც დაწმუნდა ეს ხალხი. ასევე დაწმუნდა ძალიან ბევრი ამ ქვეყანაში, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისგან და ინსტიტუტების განვითარებისგან ძალიან შორს არის ბიძინა ივანიშვილი. აქვს მცდელობა, რომ თავისებური დიქტატურა დაამყაროს, სადაც დანიშნავს თანამდებობაზე საკუთარი ოჯახის პერსონალს, მაგალითად სუსის ხელმძღვანელად დანიშნავს პირად მცველს, დანიშნავს მეორე პირად მცველს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად, სადაც ოჯახის ადვოკატს დანიშნავს გენპროკურორად და სხვათა შორის მას შემდეგ არავის არ უნდა ხავს ეს გენპროკურორი თადუმაძე ყავს ხედველობაში აი ცნობილი ნებათაღეულის შემდეგ საზოგადოებაში რაც იყო სარალიძეს შვილის სკოლების საქმე ხედველობაში დაინიშნა ეს ოჯახის ადვოკატი და არავის არ უნდა ხავს როგორი თვალად. ასევე ეხლა ვადევნებთ თვალყურს მცდელობას როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი დანიშნოს საკუთარი ოჯახის ადვოკატი არა იურისტი ქალბატონი რომელიც გახლავთ მოქმედი უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი ვიზე საუბრობთ? ბატონო? ვიზე საუბრობთ თქო გეკითხები? ქალბატონი იურისტი რომელიც გვარი ხალხო დამახსენდება 99.9% გადაწყვეტილება მიღებული აქვს ბატონ ივანიშვილს რომ დანიშნოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ ქართულ ბანკის იურისტი ვინც იყო წლების განმავლობაში და მისი ოჯახის იურისტი. გამახსენდება გვარი და გეტყვით ერთ-ერთი მოსამართლეა მოქმედი. ნუ აღარ ვსაუბრობ იმ 10 მართლაც თუ ვინმე შელახული აქვს სასამართლოში რეპუტაცია ძირითადად აი ამ 10 ადამიანს აქვს შელახული რეპუტაცია, მათ შორის პროფესიული, ადამიანური, ყველა ღირსება აყრილი მოსამართლე ვინც კი იყო, აი ეს ადამიანები წარმოადგენა უჩუმრად ქართულმა ოცნებამ კანდიდატებად უზენაესი სასამართლოს დასაკომპლექტებად, ხო? ამიტომ და არჩევნები თავისთავად რომელმაც ასევე დაგვაწუნა რაში რომ მიუხედავად ხელების გადაგრეხვისა, ცემატყეპისა, დაჭრისა, გაყალბებისა, აუცილებლად ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება. მაგრამ ამავე დროს გამოაგზავნა სიგნალი და
და გვეპატიჟება რევოლუციისკენ. აი, მოდით ერთი წუთით აქ შეგაწყვეტინებთ რევოლუცია ახსენეთ და ამ თემაზე წეღან გიგი უგულავამ გააკეთა ასეთი განცხადება არა რევოლუციაზე, არამედ პროცესები უფრო რადიკალურ სახეს მიიღებს, ოდნავ მოგვიანებით დაგისვამთ კითხვას. მანამდე ერთი კითხვა მოსამართლეებზე, ნიკა, თუ შეიძლება, თქვენ ამბობთ, რომ აი კატასტროფა არის ის, რომ ამ მოსამართლეებზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. მიხეილ ჩინჩალაძე 2004 წლებიდან გენერალური პროკურორის პროკურატურაში თანამდებობა ეკავა. დიმიტრი გვიტიშვილი 2008-2012 წლებიდან, ნინო სანდოძე 2005-2015-დან, პაატა სილაგაძე 2006-2008 წლებში იყო მცხეთის სასამართლო, თამარ ალანია 2006-2016, გიორგი ტყავაძე 2008-2012, გიორგი მიქაუტაძე 2012 წლის ივნისში. დავამთავრებ ეხა, ყველას მიმართ ობიექტური რომ ვიყო. მარიამ ცისკაძე ის ჯერ კიდევ 1991 წლიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო ქადაგიძე 2002-2012, მერაბ გაბინაშვილი 2007-2009. რატომ კითხულობ ამას? წეღან გიგიმაც ახსენა მონსტრების კორპორაციაო. ეს ყველა ადამიანი იყო ნაციონალური მოძრაობისთვის ძალიან მისაღები და მათ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული. მათ შორის ივანიშვილის დაჯარიმებიდან დაწყებული გვანცა ხუფარაძის საქმის ჩათვლით და აღარ გავაგრძელებ ეხლა. ანუ რა გამოდის? თქვენს დროს იყვნენ კარგები და მისაღებები და ეხლა არიან ცუდები. ვინ გითხრათ, მე მithume ვინ გითხრათ? 2012 წელს წინა ხელისუფლებას არჩევნები უნდა წაიგო, მე არაერთხელ მithქვამს ეს და წააგო კიდევაც და წააგო იმიტომ რომ ბევრს მოწონდა წინა ხელისუფლების გაკეთებული საქმე და ბევრს მათ შორის ვისაც მოწონდა გაკეთებული საქმე, არ მოწონდა გაფუჭებული საქმე. ხო, ორი მხარე ქონდა, ხო წინა ხელისუფლებას, კარგი და ცუდი. ამ ხელისუფლებას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხარე და მთლიანად ცუდი და მეტიც მე თქვი არაერთხელ და ვიტყვი მორალური უფლებაც აღარ აქვს ამ ქართულ ოცნებას ისაუბროს წინა ხელისუფლების თუნდაც დაკლოვანებებზე და მძიმე დანაშაულებებზე. რატო? იმიტომ რომ დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, რომელსაც თავად აკრიტიკებდნენ, ყავს ეხა გვერდში და არა მარტო სასამართლო ხელისუფლებაში, ხალბატონო ინგა. აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და თვითმმართველობის დონეზეც. პარლამენტში რამდენჯერ მithქვას რომ შევდივარ მეთქი მეღიმება წინა ნაციონალური ანუ 9 წელიწადი რომ იყვნენ ხო და ის ადამიანები ყავს ეხა ქართულ ოცნებას თავის რიგებში. მურუსიძე რიგითი მოსამართლე იყო. გვახსოვს და თქვენ გახსოვთ ჩემზე კარგად ხო? რიგითი მოსამართლე იყო და დღეს რეალურად მართავს სასამართლოს. თუ კი ვინმეს ლანძღავდნენ, აკრიტიკებდნენ ეს ხელისუფალი, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, ვისი გვარი და სახელი იყო ეს პირველ რიგში ადრესატი? მურუსიძე თუ სასამართლოს ავიგეთ, ხო? ეს ადამიანი დააწინაურეს. ჩინჩალაძე ეს გუნდი 10 კაციანი არის ჩინჩალაძეს გუნდი. ზონდერ მოსამართლეები, კი ბატონო, იყო სერიოზული პრობლემა. რა თქმა უნდა, თქვენ მაგრამ ვერ მივიღებ ამ ადამიანებისგან კრიტიკა, ჯერ ის 2018 წელია კალენდარზე და ბანალურადაც ჟღერს უკვე ამაზე ერთი იგივე ვიწლო რომ ვისაუბრო, ხო? არა, ეს კითხვა ლეგიტიმურია, კარგი. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთიც კი არა, მათ შორის ვინც იმდროინდელი არაა. ხალბატონო ინგა, დამასვა, კარგი უნდა გაგრძელებულიყო და ცუდი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ამათმა კარგი არათუ ვერ გააგრძელეს, აღმოფხვრეს თავიდან ბოლომდე. ხალბატონო დამეთახვით და ვერ მივიგებ ეხა ამ ადამიანებისგან კრიტიკას, ის კარგი გაგეგრძელებიათ, ის პოზიტივი გაგეგრძელებიათ, პენსიების ზრდა გაგეგრძელებიათ, შელებობა გაგეგრძელებიათ, მით უმეტეს ამ ადამიანებისგან, ვინც მართლაც ლაქი დიდი ლაქა დატოვეს და ჩირქი მოწეს ეკონომიკის მინისტრს სიტუაცია უკეთესია ნიკა ვიდრე იყო ბატონო არა პენსიები და უმუშევრობა ახსენე და ეკონომიკის მინისტრის განცხადებები ეხა ხელახლა აღარ წამაკითხოთ ძალიან საინტერესო განცხადებები არა წარმოიდგინეთ მილიარდელი ადამიანის პირობები ხელისუფალი ოლიგარქის პირობებში ხო 60%-ით უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასმა გაიზარდა 60%-ით 10, 20 და 30 კი არა 60%-ით 17%-ით არის გაზრდილი ფასები კომუნალურ გადასახადებზე
37%-ით არის გაზრდილი ჯანდაცვაზე მომსახურება ეს 6 წლის განმავლობაში და 20%-ით არის ყველა სურსათზე, ანუ სურსათზე ზოგადად, ყველა პროდუქტზე გაზრდილი ფასები დამასრულებია თუ შეიძლება. პენსია არ იზრდება, არც ერთი თეთრი არ გაზრდილა მიმდინარე წელს, ხო? ყოველი მესამე მოქალაქე საქართველოში სესხულობს ფულს მილიარდელი ადამიანის ხელისუფლების პირობებში, რომ კომუნალური გადასახადი გადაიხადოს. ყოველი მესამე. ასევე ყოველი მესამე პენსიონერი და დამეთანხმებიან, ალბათ ბევრი პენსიონერის უყურებთ თქვენ გადაცემას, ხო? ყოველ მესამე პენსიონერზე წინსწრებათ აქვს პენსია გამოტანილი, ანუ ვალით ცხოვრობს. ყოველი მეხუთე, ანუ ძელია ესე გაზი აგზვირდება ახალი წლის შემდეგ გაზის გაძვირებასაც აპირებენ, ხო? ნუ ლარი რო გაუფასურებულია, ეს ყველა უკვე ვიცით, საწვავის ფასი რომ და დრამატულად გაიზარდა ნაცვლად იმისა რომ შემცირებულიყო რომელი ერთი ფაბრიკა ან ქარხანა გაუხსნია ბიზნეს ივანიშვილს, სად დასაქმებულა ადამიანები გზავე და ჩაუყანია და ერთი წერტილი და მეორე წერტილამდე, ანუ არაფერი არ უკეთებიათ გარდა იმისა რომ 15 თუ 16000 საჯარო მოხელით მეტი მუშაობს ქართული ოცნების ბიუროკრატიაში შტატით და შტატგარეშეები რამდენია, ხო? არაფერი. მაგრამ ის ვინც არ ვარგლობდა წინა ხელისუფლების დროს თანამდებობის პირებს გულისხმობ, ხო? დიდი სიამოვნებით მოკიდა მათ ხელი და დააწინაურა, მათ შორის შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც, ვინც ყველაზე ესეთი ძლავრი კრიტიკის კაცებში ტარდებოდა ხოლმე, ის თანამდებობის პირებიც გააცოცხლა, გააკეთა ნაკრები, დაუმატა მე ჩემი ზღმაწმები ძალიან უპრინციპო თანამდებობის პირები, როგორც არის მაგალითად კახი კავაძე, რომელიც პირდაპირ 2007 წელს აკრიტიკებდა და გმობდა ოპოზიციას და ამართლებდა დარბევას 2007 წლის ნოემბრის, ეს ადამიანი დღეს არის მოკლედ დედაქალაქის მერი და უამრავი სხვა. ნიკა დღეს ქართული ოცნების თუ შეიძლება დავასრულებ, ჩემთვის დიახაც ქართული ოცნების მხარდაჭერა ნიშნავს მურუსიძეს გვერდში დგომას და გვერდით დგომას და მის მხარდაჭერად გამოცხადება. ჩემთვის ქართული ოცნების მხარდაჭერა ნიშნავს ჩინჩავაძეს მხარდაჭერას, ბედუკაძეს მხარდაჭერას, ძასოხოვის მხარდაჭერას. დიახაც, აი ამ ადამიანების თუ აღსაუბრობ, ეხლა დამეშა, ეხლა წამოვიდნო გავიხსენოთ, ეხლა რა მოხდა, ხო შარშან წრის ნიკა, კითხვა მინდა ერთი და ის. ანუ ადამიანს დუშევა ტომარა ჩამოაცვეს თავზე მუხტავლის, ხო პოლიციელმა, პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა. და მინისტრი იყო ღებრიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი. და მთელი ყველა კამერა 100 კამერამდე სათვალთვალო წაშლილი იყო და მოკლედ სხვა ქვეყანაში გადაგდეს დღეს არის პატიმარი. რატომ გონია რომ ადრე თუ გვიან ეს ადამიანი პასუხს არ აგებს, ხო? ნუ აუცილებლად აგებს შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხს. და ყველა თანამდებობის პირი ვინც მოიტაცა ავკან მუხტარლიზე ჩვენ არაერთი გადაცემა გვაქვს გაკეთებული ძალიან მწვავე დიახ ნიკა ერთი კითხვა მინდა რეპრესიებს თუნდაც არ შემილი არ შევეხო ეხლა ვიცი რომ დაახლოებით პროგნოზირებადია თქვენი შემოპასუხება კირკიტაძეს დაკავება ეხლა და შეიძლება მითხრათ ისე პოლიციას კი დამენაშავე იყო ფორმით და ფრანგული დემოკრატია საერთოდ გადაწონდა იმ ავტობუსს იმიტომ რომ კონსტიტუცია შემოპასუხებაზე ვერ გავიგე შესავალი უკაცრავად თქვენ გონიათ რომ მე ვინმეს დაპატიმრების მომხრე ვარ უბრალოდ იქ კონკრეტული კადრები არის კირკიტაძეზე რომელიც საფუძველი გახდა მისი დაპატიმრების ამ მანქანის მინის ჩამწყვევას გამოვითარებ ერთ მოსაზრებას ეს იგივე იქნებოდა რომ პოლიციელმა რომელმაც მუხტარლის ჩამოაცვა ტომარა თავზე და მუხტარს მოეხერხებია და გაქცეოდა იმ პოლიციას მერე პრეტენზია წაეყენებიათ მუხტარისთვის რომ არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას ჩვენ უნდა დავემორჩილოთ პოლიციის და პოლიციის კანონიერ მოთხოვნას აუცილებლად მაგრამ როდესაც ტრაქტორებს კამაზებს და ავტობუსებს ყოველგვარი კანონის კანონმდებლობისა და კონსტიტუციის დარღვევით და ფეხქვეშ გათხოვებით და გადატარება გადმოტარებით ჩამიხერგავ შეხარ დამნაშავე და მე ვიმეორებ რომ ჩემი უფლებები დავიცვა ესეც რომ არ იყოს ხო ესეც რომ არ იყოს ხო თუ მაინდა-მაინც იქ იყო დარღვევა და ჩემი აზრით არ იყო ფრანგული დემოკრატია გადაწვამდა იმ ავტობუსს
გადაწყვეტა იმ ავტობუსზე ნამდვილად და პოლიციის საპატრულო პოლიციის უფროსი კუპატაძე რომელიც პირადი პატიმარი გახავთ ასევე დათო კირკიტაძე თანამდებობას დღეს არ იქნებოდა მაგრამ როდესაც მოსამართლე გრიტიშვილს და ჩინჩალაძეს რომელსაც თქვენც აკრიტიკებდით მთელი წლების განმავლობაში დღეს უზენაეს სასამართლოში აგზავნიან რატომ აგზავნიან იცით რომ არა მე წლების განმავლობაში იმ საქმეებს ვაშუქებდი ზუსტად რომელშიც ბევრი მოსამართლე ვინც დღეს არის ოცნების კარზე დაწინაურებული მონაწილეობდა და ამას ხმამაღლა ვიტყვი ძალიან ბევრი საქმე რომელსაც ვაშუქებდი თავის დროზე და ჩემთვისაც გასაოცარი არის რომ ბევრი მოსამართლე როგორ შეიძლება რომ მაგალითად ხელისუფლებისთვის ყოფილიყო მისაღები რომელიც როცა ოპოზიციაში იყო საპროტესტო აქციებს აწყობდა იმ სასამართლო გადაწყვეტილებების გამო ნიკა ერთი კითხვა უნდა დაგისვათ და მე მეშინი არ გაგვეთიშოს რევოლუცია ახსენეთ თქვენ წეგან რაზე მიანიშნე წეგან გიგი ამბობდა უგულავა რომ პროცესისო რადიკალიზაცია მოხდება 2019 წლიდანო რამეს გეგმავთ ქუჩაში პოლიტიკური პროცესების გადატანის ასევე და სანამ დამოვიწყდა მინდა თქვა თქვენს ეთერში რითი იყო აღსანიშნავი განვლილი წელიწადი ხო 2018 წელი აი ერთ დროს დაშორშებული პოზიციების მქონე პოლიტიკოსების გაერთიანება დიახ ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაერთიანება მიმდინარე წელს და რამაც შედეგი გამოიღო და ეს გაერთიანება კიდევ უფრო გაფართოვდება ნახოთ თქვენი რა შეიძლება გვეპატიჟება რევოლუციისკენ ბიძინა ივანიშვილი რომელიც ამბობს რომ მე რა რომ ახალქალაქში გცემეთ და მე რა რომ ის ვიც ეს ყველაფერი მოაწყოს პარლამენტში გიზით დაუშვათ ელზემკოიანის სახით ხო მე რა რომ რატო არ საუბრობ თვალ არის მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელობის უმოწყალო მკვლელობის ერთი წლისთავი და ზაზას ანალიზეს კი წუხს ამაზე რომ სულ ძირითადად ჩემზე საუბრობენო და არ საუბრობენო მაჩალიკა თავად ზაზა წუხს ამაზე ადამიანს ჩაუხვრიტეს დაუხვრიტეს შვილი საკუთარ ლოგინში კაცო როდესაც შეიძლება რომ ელემენტარულად ტელეფონი აიღო და დაკითხვაზე დაებარებიათ ხო დედისა და მამის თვალწინ და ერთი წელიწადი გადის ხვალ და არანაირი პასუხი და მეტიც არც კი საუბრობენ და ათილიქებენ მამამის და რაღაცა მინიშნებებს აკეთებენ ირებს თითქოს იქ რაღაცაში გარეული იყო ხო რაზე საუბრობ ბიძინა ივანიშვილმა დიახ გადაწყვიტა რასაც მე ტრაქტორ ჩაგიხერგო ტრაქტორით კამაზით დაგინიშნა მურუსიძეს და დავეწინავ რომ ბედუკა აბა სასამართლოს იმედია ამ ზონდერების აბა ეხა ზაზა პაპუაშვილი ეყოლება პარლამენტში თუ არ ეყოლება ეხა რა შეადარდებს ან ეკაბესელი ან ზოგადად პარლამენტის შემადგენლობა ვინც საერთოდ არ აინტერესებს ხო მით უფრო იცის რომ ადრე თუ გვიან ეს ადამიანი ვინც კი შეაქცევს ზურგს ბიძინა ივანიშვილს ხო უბრალოდ უნდა რომ სასამართლოში ყავდეს ზონდერები. მადლობა. მართლაც ყავდეს ფარცხალაძეები ყავდეს. ფარცხალაძე დღესაც მართავს პროკურატურას და მაპატიეთ ამ სიტყვას ჩვენ აღარ უნდა მოვერიდოთ. დიახ, თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება, ბიძინა ივანიშვილი დაამთავრებს ძალიან ცუდად. ვერ გაასწრებს აქედან. გახარია დიახაც, ან გახდება კანონის წინაშე პასუხისმგებელი და რაც საბოლოო ჯამში ჩემს მაწვერით გარდაიქნება პატიმრად, ვინც უბრალოდ ბახარია, ან ქვეყნა გაიქცევა ისე მოსკოვში საერთოდ ჩამოვიდა. აბა, თავპირი გვიმტრიოს, რაც უნდა აკეთოს, მურუსიძეებია დააწინაუროს, ხალხი აშიშილოს, გაადიდროს საკუთარი ბაღალჩინოსები და გულხეთ დაკრეფილები შევხედავთ. რა თქმა უნდა, როდესაც კანონი ესე ითელება ფეხქვეშ, კანონს ხელში იგებს საზოგადოება და გნებავთ ამას დაარქვით. ეხლა ფრანგული დემოკრატია ვახსენე რამდენიმეჯერ, ხო? რა ხდება დღესაც, ხო? საფრანგეთში ხო აკვირდებით, ხო? დღეს უკვე დაკავებული იქნებოდა კუპატაძეც, საბანაძეც, გახარიას და ყველა ის უსიტყვოციო შესრულებელი უკრაინო ბრძანებებისა ველიციხეში, ვინც აქტიურობდა და ეს ყველაფერი შეიძლება დიახაც მოხდეს უახლოეს პერიოდში. ბიძინა ივანიშვილს აქვს შანსი, რომ ოპოზიციის ნებას დაყვეს, ანუ ხალხის ნებას, ვინაიდან სხვა ლანდშაფტია უკვე პოლიტიკური, უამრავი ადამიანი არის სასტიკად წინააღმდეგი ბიძინა ივანიშვილისა და ვთხოვთ, რომ დაგვიჯექი და მოვთხოვთ უკვე
მოლაპარაკების მაგიდაზე და საარჩევნო კანონმდებლობა შევცვალოთ, თუ ამ ყველაფერს ზუგს შეაქცევს, რაც სავარაუდოდ ასე იქნება, იმიტომ რომ მაჟორიტარობის ინსტიტუტი თუ მან გააუქმა პირველ რიგში რატომ არ წავა, იცით? ამაზე უკვე 2019 საკუთარი ფულიანი მაჟორიტარების ეშინია. ფულიანი მაჟორიტარების რომელიც ასევე თქვენგან გადაიბარეს წარმატებით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამაყი და მორალურად წელში ბოლომდე გასწორებული და არაერთხელ მithქვას, რომ ყველა ის მართლა უღირსი ადამიანი, ვის მიმართაც ობიექტური და სამართლიანი პრეტენზია არსებობდა, დღეს ქართულ ოცნებას არათუ ყავს საკუთარი კალთის ქვეშ, ამოფარებოდა ფრთების ქვეშ, არამედ რეალურად მართავს ქვეყანას. დიდი მადლობა ნიკა მელია. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი. ეს იყო ამ წელს თქვენი მონაწილეობით ბოლო რეაქცია. უკვე 2019 წელს რეაქციაში შევხვდებით. ახლა მე გავალ რეკლამაზე. რეკლამის შემდეგ კი ირმა ინაშვილი იქნება სტუდიაში სტუმარი ჩვენი. როგორ შეაფასებს ის 2018 წელს და რამდენჯერმე გაჟღერებული სიტყვა რევოლუცია ან პროცესების რადიკალიზაცია, რა სიტყვის იგი აი ოპოზიციის ლიდერების მიერ ამ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე. მოკლედ პატრიოტთა ალიანსთან ერთად ბრუნდებით ძალიან მალე პირდაპირ ეთერში. მაშასე დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და ისე ხდება, რომ რეაქციის ამ სეზონის ბოლო გადაცემას დახურავს ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი. მე მას მივესალმები. დიდი მადლობა ირმა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. 2018 წელი. არ შეგაწყვეტინებთ ისევე როგორც წინა სტუმრებს და მინდა რომ შევაფასოთ თქვენთან ერთად 2018 წელი. ერთ სიტყვი მე ეს ჩემი მოსაზრებაა, რომ არ ყოფილიყო პატრიოტთა ალიანსი, არ ვიცი, მოახერხებდა თუ არა ქართული ოცნება გაეყვანა საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ 1%-იანი სხვაობა არჩევნების პირველ ტურში, ალბათ უფრო ვერა. მოდით დავიწყოთ 2018 წლის შეჯამებით ჩვენი ინტერვიუ. დიდი მადლობა იმ გამოწვევისთვის. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. მნიშვნელოვანი მოვლენა მართლაც გეთანხმებით იმაში, რომ იყო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის. ჩვენ ვნახეთ პირველი ტურის შედეგები, ვნახეთ ქართველი ხალხის პროტესტი, მოდით ასე ვთქვათ, რაც გამოიხატა არჩევნების პირველ ტურში. და რა იყო ამისი მიზეზი, ამაზეც ვისაუბროთ. უკიდურესი გაჭირვება ხალხის, ის რომ ვერ ხედავენ ადამიანები პერსპექტივას ამ ქვეყანაში, ის რომ არ აღსდგა სამართლიანობა და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ადამიანი ისევ იბრძვის, რომ ქონება დაიბრუნოს, ისევ იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად და ამაზე ჩვენ ვლაპარაკობთ მთელი ამ 6 წლის მანძილზე. ის რაც ხდება დღეს სასამართლო სისტემაში, სრული მურუსიზაცია ქართული მართლმსაჯულების, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი. ყველაფერ ამაზე ქართველმა ხალხმა თქვა არა არჩევნების პირველ ტურში. ჩვენ ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებთ, არ ვუჭერდით მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ვთქვით რომ არჩევნებში პირველ ტურში არ აგვიკრძალავს ჩვენი ამომრჩევლისთვის მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ ვთქვით რომ ან ყველას არა, ან არ მივდივართ არჩევნებზე. ასეც მოიქცა ჩვენი ამომრჩეველი, მაგრამ მეორე ტურში უკვე ისეთი ვითარება შეიქმნა თქვენს ბრძანეთ, რომ თავარი იყო უკვე გააქტიურება ამომრჩევლის. არა ქალბატონი სალომეს სასარგებლოდ, ან ქართული ოცნების სასარგებლოდ, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის აშკარად ჩანდა უკვე საფრთხე იმისა, რომ მე ხშირად ვსაუბრობდი წარსულში დაბრუნება და ამაზე თქვა უარი უკვე მეორე ტურში ქართველმა საზოგადოებამ. და არც იმაში არ დავიკრინებ თავს, რომ ჩვენი წვლილიც ამ პროცესში იყო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საპროტესტო აქციები ბათუმში, სადაც 14,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. 25 ნოემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე, სადაც 100,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა და ეს იყო უკვე აქტი, მანიფესტაცია ერთგვარი, უარი ბოკერიებზე, სააკაშვილებზე, ნაცმოძრაობის ორივე თუ სამივე ფრთაზე და წარსულში დაბრუნებაზე. ეს
ჩვენ ნანახი გვაქვს. მე ვუსმენდი რესპონდენტებს თქვენს გადაცემაში და ბევრი პრეტენზია გაისმა, ბევრი თემა დადგა დღის წესრიგში საარჩევნო манипуляციებზე, სასამართლო სისტემაზე. აი ამ თემებზე რო ლაპარაკობდეს ის ხალხი, ვინც არ იყო თავის დროზე ხელისუფლებაში, ვინც თვითონ არ აკეთებდა ბოროტებას, ვინც თვითონ არ იყო მოძალადე, ვინ შექმნა მურუსი ძე და ჩინჩალაძეები და გვრიტიშვილები, როგორც სახემართვსაჯულების. ეს შექმნა იმ რეჟიმა, წინა რეჟიმა. ვინ აყალბებდა არჩევნებს, რაც მოხდა 2008 წლის არჩევნებზე, ყველა მიცის, ხო? ის რეჟიმი, ეს ადამიანები. აი ამ თემებზე ხა დღეს რო ლაპარაკობდეს აბსოლუტურად არადაკავშირებული იმ ძალადობრივ სისტემასთან ხალხი, ჩემთვის ეს იქნება მისაღები. მაგრამ როდესაც ლაპარაკობს ამ თემაზე, ადამიანთა ის წრე, ვინც თვითონ იყო არაერთი დანაშაულის მონაწილე, მაგალითად ბატონი უგულავა, უხერხული ხა არ არიან ეთერში და ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა ესა, იმედის დარბევასთან მიმართებაში, ბიუჯეტის 48 მილიონის მითვისება მისი კონკრეტული ბრალეულობა იყო ამ საქმეში, ხო? აი, მთელი კასკადი არის თემების, ეს ხალხი ლაპარაკობს დღეს იმაზე, რომ თურმე ქვეყანა კრიზისში არა. ამაზე უნდა ილაპარაკონ იმ ადამიანებმა, რომელსაც არ აქვს ხელი გასვრილი ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ქვეყნის მიწების ჩაბარებაში და ქართველი ხალხის შეურაცხყოფასა და ღალატში. აი, დავანებოთ, ირმა ვინ რა უნდა ილაპარაკოს და ვის აქვს უფლება და ვის არა. კრიზისში არის დღეს ქვეყანა. თქვენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ხართ და მე მაინტერესებს აი მაგალითად რა კომენტარს გააკეთებდი თუ მოусმინეთ, არ ვიცი, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამ კაცმა TV1-ის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ანუ მე არ ვეთანხმები ოპოზიციასო, რომ გაუარესდა ცხოვრება. უბრალოდ ხალხი ვერ გრძნობს. მოკლე შინაარსი იყო ეს, თორე ცხოვრების პირობები გაუმჯობესდაო. აი ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში არის, როგორ ფიქრობ და რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება იგივე მოსახლეობის პრობლემების, აი ბიასახლისებზე დღეს გაკეთებული განცხადება იმაზე, რომ კომფორტში გზნობს თურმე ხელისუფლება თავს ინფლაციასთან დაკავშირებით, მართლა მარგალიტებს ხრის ეკონომიკის მინისტრი, მაგრამ რადგან საუბრობს, ის წარმოადგენს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ხო? გეთანხმებით, მე კრიზისის ნიშნებს რა თქმა უნდა ვხედავ პოლიტიკაში, პოლიტიკურ პროცესში, იმიტომ რომ არის რადიკალიზაცია ოპოზიციების, არის ძალიან მაღალი ხარისხი დაპირისპირების, არის ჩვენი მხრიდან, მაგალითად, მოთხოვნა, რომ რეზოლუცია მიიღოს საქართველოს პარლამენტმა, რომელიც ითვალისწინებს იმ რეჟიმის შეფასებას დანაშაულებრივ რეჟიმად, რასაც დროში ძალიან ახანგრძლივებს ქართული ოცნება, არადა ეს დოკუმენტი ჩვენ საშუალებას მოგცემს მომავალში კონკრეტული საქმეები აღძრას პროკურატურამ, დაიწყოს ამ გახმაურებულ საქმეებზე შედეგის დადება, როგორ მოხდა კოდორის ჩაბარება, როგორ მოხდა ციხის ბუნტი, როგორ მოხდა იმედის დარბევა და 1000 თემა არის მოკლედ. იგივე მკვლელობებზე არ დამდგარა განაჩენი, ხარძიანის საქმე, ვაზაგაშვილი როგორ მოკლეს და ასე შემდეგ. აი არის ეს რადიკალიზაცია პოლიტიკურ ნაწილში. ეკონომიკურ ნაწილში საერთოდ რა მდგომარეობა, როგორ შეიძლება ესეთი განცხადებები, უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, ხალხი სულს გაფავს, არის უკიდურესი სიღარიბესა და გაჭირვებაში და ის რომ თურმე სიღარიბე შევამცირეთ 10%-ით, თურმე პროგრესი გვაქვს ეკონომიკური, თურმე რაღაცა ზრდა გვაქვს, მაპატიეთ, მე ეკონომიკაზე მიმყავდა გადაცემა პირველ არხზე, არ ვიცი გახსოვთ თუ არა და რაღაცა ელემენტარული ანიდაბანი მესმის ამ ნაწილში. ეკონომიკური ზრდა როცა ფიქსირდება ქვეყანაში, ადეკვატურად კეთილდღეობის მაჩვენებელიც იცვლება. თუ შენ გაქვს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად ამდენი მოშიმშილე ადამიანი ქვეყანაში არ გყავს და ჩვენთვის პროცენტები ხომ არ არის თავარი, ჩვენთვის თავარია რეალობაში რა ხდება. დეპუტატი ვარ, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მწერს წერილს, მიგზავნის ტელეფონზე SMS, გშია მოგვიტანეთ საკვები. მე ერთ დღეს ვფიქრობ ეს SMS-ები გავასაჯარო, რა თქმა უნდა დაცული მექნება ანონიმურობა, ვინაობა ამ პირების, მაგრამ შინაარსი მინდა იცით გავასაჯარო, რომ ამ ეკონომიკის მინისტრმა, ეკონომიკურმა გუნდმა ჩვენი ქვეყნის თუ ვერ ხედავს
გაიგოს და მოისმინოს რა ხდება ამ ქვეყანაში ბავშვებს სოფლებში არა აქვთ საკვები აკლიათ ვიტამინი არის ავიტამინოზის უამრავი ფაქტი ჩვენ ხედავთ რომ პრობლემაა იმასთან დაკავშირებით რომ განათლება მიიღონ ბავშვებმა ვერ დაყავთ სკოლაში არის ესეთი შემთხვევა ბევრი პრობლემაა და ეს პრობლემები რომ მოგვარდეს პროცენტების ბრახაბრუხით ამას ვერ მოვაგვარებთ უნდა შეიქმნას ქვეყანაში საშუალო ფენა ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ საარჩევნო პერიოდში ამაზე ვლაპარაკობთ ამ 6 წლის მანძილზე აი რატომ ვერ ხდება ეს და რას ნიშნავს აი მე მაგალითად გაოგნებული ვარ იმით რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლში გაუშვეს სიღარიბის მომიზეზები და დღეს გვესაუბრებიან იმაზე რომ თურმე არის წინსვლა ეკონომიკური თვალსაზრისით თურმე ხალხს ეჩვენება თორე ისე კი არ უჭირს როგორც ეჩვენება იცით საქმე რაშია არ ვიცი ის წინა პრემიერი მხოლოდ ამ მიზეზის გამო გაუშვეს თუ არა მე მგონია კიდე სხვა მიზეზებიც იყო ვერ მართავდა ქვეყანას მოდით ასე ვთქვათ საკადრო პოლიტიკა ქართული ოცნების კრიტიკას ვერ უძლებს პრემიერ-მინისტრებად ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვნახეთ ხალხი რომლის ბიოგრაფიასაც ეხლა ვეცნობით და ზოგიერთს ბიოგრაფიაც არ აქვს. საერთოდ მე ვარ მომხრე იმისა, რომ ხელისუფლებაში წამყვან პოსტებზე ხდებოდნენ ადამიანები მათი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, დამსახურებიდან გამომდინარე, ხო შეიძლება რაღაცა კრიტერიუმების სისტემა არსებობდეს, რატომ ხდება ადამიანი პრემიერი ქვეყნის? რატომ ხდება წამყვანი სამინისტროს პირველი პირი? აი ხედავთ ხო განცხადებებს ეკონომიკის მინისტრის, რომელიც რაღაცა წინააღმდეგობაშია რეალობასთან, უпростоრად აცდენილია რეალობას. სულ ვამბობ ინგა, ხელისუფლებას კრიზისი ეწყება მაშინ, როდესაც ხელისუფლება აღმოჩნდება, რომ სხვა პლანეტაზეა და ხალხი არის სხვაგან. სამწუხაროდ გვაქვს ეს რეალობა, ხელისუფლება. იცით რა, ნიშნებს ვხედავ, რომ მეორე ტურის შემდეგ მიხვდნენ, რომ უпростоრად პირველი ტურის შემდეგ მიხვდნენ, რომ აუცილებელია ცვლილებები. და რაში გამოიხატება? მაგალითად, ღევანდელ გადაცემაში არ მოიღო მონაწილეობა ქართულმა ოცნებამ. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გადაცემის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გვითხრეს, რომ ხო, კარგი ჩაგერთვებით, როცა უკვე დაგეგმილი იყო და 15 წუთით ადრე ქრონომეტრაჟი აღარ მომცემდა ამის საშუალებას. აი რისი თქმა მსურს, ანუ რეაქციაში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე კი არ ვსაუბრობ. ანუ ვიდრე იყო წინა საარჩევნო პერიოდი, ვიდრე უჭირდა წარმატებით თანამშრომლობდნენ მედიასთან და იყენებდნენ ეთერს. ეხლა უცებ აღმოჩნდა, რომ აღარ ჭირდებათ რა, ამ ეტაპზე აღარ ჭირდებათ. ამიტომ გამიჩნდა ეხლა ეს კითხვა. აი რამ გაგიჩინათ ეს განცდა, რომ პირველი ტურის მერე რაღაცეების შეცვლას აპირებთ? იცით, განცხადებები გაკეთდა პირველ რიგში ძალიან მკაფიო, თუნდაც სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. მე არ მაქვს ილუზია, რომ ის განცხადებები ამოქმედდება და ძალაში შევა. თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები გავიხსენოთ, ძალიან მკაფიო, რომ ნაცმოძრაობა ეს არის, რაღაცა დესტრუქციული ძალა, ივანიშვილმაც ესე შეაფასა ნაცმოძრაობა, ფაშისტური გაისმა ესეთი ტერმინი, დამანგრეველი და ასე შემდეგ. დალოცვილებო კიდე ერთხელ ვეუბნები ქართულ ოცნებას. თუ ესეთ მკაფიო და მკვეთრ შეფასებებს აკეთებთ, რაზეც მე ვლაპარაკობ 6 წლის მანძილზე, ავამოქმედოთ ჩვენი რეზოლუცია, პარლამენტმა მიიღოს ეს რეზოლუცია, დაიწყოს საქმეების გამოძიება და არ იქნება ეს რადიკალიზმი, არ იქნება ესეთი განურჩევლობა. ირმა, აი ეხლა თქვენ მაშინ იყავით ჟურნალისტი, როდესაც მაგალითად მოსამართლეებზე ვსაუბრობთ, ხო? ეს მოსამართლეები იღებდნენ იმ გადაწყვეტილებებს, რის გამოც ქუჩაში იდგა მაშინდელი ოპოზიცია დღეს რომ არის ხელისუფლებაში. თუ კი ჩვენ ვხედავთ, რომ შეისისხლხორცეს თუნდაც სასამართლო სისტემა და ადამიანები, რომლებიც იღებდნენ ამ ცნობილ გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებას დღეს ოცნებასთან უნისონში არიან, მაშინ აი მაინტერესებს რა გაძლევთ აი ამის თქმის საფუძველს, რომ ხო რაღაცა სამართლიანობის აღდგენა შეიძლება. იცით რა მაძლევს? არაქართული ოცნების ნაბიჯები და ის განცხადებები თუნდაც რაც მე ვახსენე, არამედ ჩემი განწყობა, ჩვენი გუნდის ხედვა და ჩვენი თავის იმედი. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან უნდა დაიმდაბლო თავი, როდესაც ეთერში გამოდიხარ და არ არის კარგი ტონი საკუთარ თავზე აღმატებით ხარისხში ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ რო არ ყოფილიყავით ამ ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მკაფიო იქნებოდა ის, რაც დღეს სასამართლოში ხდება, იგივე პროცესები სხვა სფეროებში. საშინელებაა.
ამ აზრზენია, რაც დღეს ხდება სასამართლო სისტემაში. თავიდანვე როგორ შეიძლებოდა მურუსიძისთვის ჩაგვევარებინა მართლმსაჯულება და გახსოვთ რა განცხადებები კეთდებოდა, რომ ეს ხალხი და იგივე კუბლაშვილი არის რაღაცა ეტალონი მართლმსაჯულების და სადამდე მოვედით, რომ დღეს უვადოთ თურმე უნდა დავნიშნოთ ის მოსამართლეები და პარლამენტში გაბედეს. ძალიან მაინტერესებს მე ვინ შეადგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სია, რომელიც გადმოაგზავნა, რომელიც აკადრეს საქართველოს პარლამენტს. მე არ ვიცი ხა ქართულ ოცნებაშიც სხვადასხვა პოზიციებია, ბევრი დეპუტატი აფიქსირებს საწინააღმდეგო პოზიციას ამ მოსამართლეების მიმართ, იგივე ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ბიძინა გეგიძე კაფიოდ დააფიქსირეს ეს პოზიცია ბიუროზე, მაგრამ ვინ ადგენს ამ სიას? სასამართლოზე პასუხისმგებელი ვინ არის დღეს ქვეყანაში? პირველ იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობა ზოგადად სასამართლო სისტემაში განვითარებულ პროცესებზე თქვენ ვერ ხედავთ? იცით რა, არის გაქვთ პრეტენზია ამ პასუხისმგებლობას ვერ ყვეთ? მე მეჩვენება რომ არის რაღაცა რუხი ძალა, რომელიც ამ პროცესს აკონტროლებს მართავს. მე მეჩვენება კი არა, ამაზე ფაქტებით არის ლაპარაკი, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძის კლანი არის საკმაოდ ძლავრი დღევანდელ სასამართლო სისტემაში. მოკავშირეები მათ ყავთ ხელისუფლების სხვადასხვა შტოში, იგივე იუსტიციის სამინისტროში შეიძლება ყავდეთ ასეთი მოკავშირეები და პარლამენტში. და ეს ხალხი არის ხელშეუხებელი და ამიტომ მინდა რომ მიუმართო საქართველოს პარლამენტს, ჩემს კოლეგებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამ მოსამართლეების მხარდაჭერა. პირიქით, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, კენჭისყრაზეც არ უნდა გავიტანოთ ეს საკითხი. უნდა დავუბრუნოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აი ამ მოსამართლეებზე კონკრეტული დასაბუთებული პრეტენზიები, რატომ არ გვინდა ჩვენ რომ ეს მოსამართლეები კენჭი უყაროთ მათ პარლამენტში. აი კენჭისყრაზეც კი არ უნდა გამოვიტანოთ ეს საკითხი. ეს არის ჩემი პოზიცია. ირმა, რას ელოდებით 2019 წელს? წეღარ ნიკამელია საუბრობდა, მან ახსენა სიტყვა რევოლუციისკენ გვიბიძგებსო, ბიძინა ივანიშვილიო. გიგი უგულავამაც ასევე თქვა, რომ პროცესების რადიკალიზაციის მოლოდინი მაქვსო. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ 2019-ში? ერთ თემას მინდა ინგა შევეხო და ვიცი რომ რაღაცა წინააღმდეგობრივი თემაა ეს, ბევრ კითხვას ტოვებს, მაგრამ გპირდებით რომ დაახლოებით თვენახევრის 2 თვის ფარგლებში აბსოლუტურად კონკრეტულ ფაქტებს დავდებთ იმასთან დაკავშირებით, რომ 700.000 ამომრჩეველი, რაზეც ახლა ლაპარაკობენ, თუმცა ურტყავენ ხოლმე ხან 900.000, 800.000, 700.000 რაღაცა 700.000 რაღაცაა, ზუსტად არ მახსოვს. 700.000 ვთქვათ, რომ არ ყავს ამ მოცულობის ამომრჩეველი. როგორ არ ყავს? ხმები აქვთ მიღებული. აი, ხომ იგივეს მეუბნებით, რაც იმ დღეს გადაცემაში ვისაუბრეთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა. რა საკვირველია? ხო, აი ხა ჩვენ ვაკეთებთ ერთ პროექტს, უბრალოდ არ შემიძლია ჯერ საჯაროდ ამაზე საუბარი და ჩვენი ეს პროექტი დადებს კონკრეტულ შედეგს, რომ ამ მოცულობის ამომრჩეველი, ანუ რეალური ამომრჩეველი არ არის ეს 700. ნიშნავს ირმა, ხელისუფლებაში რო იყვნენ, კარგი წამოყვებოდით ხომ ლოგიკაში, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებას ხელეწიფება და ყველა ხელისუფლების დროს ხდება მსგავსი რამ არჩევნებისას, მაგრამ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალა როგორ მოახერხებდა გაეკალბებინა საარჩევნო. ძალიან კარგი შეკითხვა, კავშირშია თქვენს მსჯელობასთან წინა ნაწილს გულისხმობ მე. როდესაც ლაპარაკი ამაზე კოჰაბიტაცია ძალიან ღრმა მოხდა ქართულ ოცნებასა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის, ეს კოჰაბიტაცია და შერწყმა მოხდა ძალოვანი სტრუქტურების მაღალი ეშელონების დონეზე, ცენტრალური საარჩევნო სისტემის მთელ ვერტიკალში. ეს მოხდა მთელ რიგ სტრუქტურებსა და სფეროებში და სწორედ აი ამისი ამ შერწყმის შედეგია ის მაჩვენებელი, რაც იწერება. აი ხო ესეთი ის არის არა წინააღმდეგობრივი თემა. ხა მარტივ კითხვას ვსვამ, მე სხვა ჟურნალისტებთანაც მქონია დისკუსია ამ თემაზე. პარტია თუ პარტია, რომელსაც ყავს 700.000 ამომრჩეველი, თუ ყავს 3,000-მდე კაცი გამოვიდა მათ აქციაზე, ნაციონალური მოძრაობის აქციაზე პარლამენტის წინ. გეტყვით ვინმე გავიდე ქუჩაში, რაღაც რევოლუციურ სცენარს მიხვე, მაგრამ მივდივარ და არჩევნებში ვარ. მათემატიკაშიც არსებობს ფუნქციონალური მთელი სქემა, რატომ ხდება, რისთვის ხდება, ლოგიკა არის ამაში. და უნდა იყოს 1% მაინც უნდა გამოდიოდეს, 7,800 მაინც უნდა გამოდიოდეს. თელავი ავიღოთ, ხო? თბილისიდან მე თელავში არავის არ ჩავიყვანდი. 16,600 ამომრჩეველი დაახლოებით დაუფიქსირდათ თელავში.
რაც უნდათ ეშელონი თბილისიდან თელავში გამოვიყვანდი 1 საათში 5000 მხარდამჭერს არ დამჭირდებოდა თბილისიდან შეწუხება ჩემი მხარდამჭერების. იმავე დღეს აქციები იყო თქვა ბათუმში, სადაც 50 კაცამდე ნახეთ რომ მონაწილეობდა აქციაში 25-მდე ადამიანი მათი მხარდამჭერი ნაცმოძრაობის იდგა იცით რისი თქმა მინდა? ყველაფერში არსებობს არა მარტო არჩევნებია გამომხატველი პარტიების რეიტინგის, არამედ რამდენი ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციაზე, ესეც არის ერთ-ერთი სოფლიოშია ეს აღიარებული. მარტო ჩვენთან კი არა, რამდენი მხარდამჭერი გამოდის ამა თუ იმ პარტიის აქციაზე, ეს მეტყველებს იმ პარტიის რეიტინგზე. მაინც ვერ მოყვებით რა ლოგიკაში, იმიტომ რომ არა, ვერ მოყვებით, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციურ პარტიაზე და არ ვსაუბრობთ სახელისუფლებაზე. შეუძლებელია რომ ოპოზიციურ პარტიას კონდეს საშუალება გააყალბოს არჩევნები. არა, რატო ოპოზიციურ პარტიას შესაძლოა ყავდეს მოკავშირეები ქართული ოცნების. მაშინ ვინ არიან ეს მოკავშირეები? ეს არის ის ძალა, ის ბირთვი თუ ის ნაწილი, ქართული ოცნების ნაწილი, რომელიც თავიდანვე აქტიურად თანამშრომლობდა ნაც ვინ ასე პერსონალურად. არა, როგორ არა, ეხლა თქვენ ჟურნალისტი ხართ, პროფესიი და მოდით ეხლა წამომყევით ამ კითხვაში, ვინ მაშინ? იცით რა, პერსონიფიცირება კიდევ ერთხელ ვამბობ, არის იქნება სწორი. გუნდი, რომელიც არ არის ნამდვილები, ასე ვთქვათ, გუნდი, რომელსაც არ უბრძოლია, გუნდი, რომელსაც არ გაუვლია ის წნეხი, რა წნეხიც გაიარა ქართულმა ოცნებამ 2010. ანუ ახალ ქართულ ოცნებას გულისხმობთ, რომელიც მეორე არჩევნების შედეგად შევიდა პარლამენტში. კი ბატონო, გულისხმობ ამ ნაწილსაც და კიდე იმ ნაწილსაც, ვინც ვთქვათ, არ არის პარლამენტში, მაგრამ შესაძლოა პარლამენტს გარეთ არის და ეს ხალხი ნაწილი აი ამ ახალი ქართული ოცნების, რომელიც მოკავშირეა ნაცმოძრაობის, ნაცმოძრაობა იყო თავის დროზე. და თქვენ ახლა რატო მსჯელობთ ესე ცალმხრივად? არა, იმიტომ რომ წარმოუდგენლად მეჩვენება რომ ოპოზიციურმა პარტიამ წარმოსადგენია ეს ხალხი იყო ისევ ნაცმოძრაობა, დღეს გახდა ოცნება ეს ნაწილი, ისევ ერთად ერთი გვარი მაინც მითხარით რომ მიუხვდე. არ იქნება ეს ჩემი მხრიდან ჯერ კორექტული, მაგრამ ისინი პარლამენტში წარმოადგენენ ოცნებას. შესაძლოა წარმოადგენდნენ თქო, რატომაც არა ის ახალი გუნდი, რომელსაც არ უბრძოლია, არ გაუვლია ეს წნეხი და მე ამ ადამიანებზე ღიად ვლაპარაკობდი და ღიად ვასახელებდი ამათ. მე მგონი რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც თავიდან გამიჯნა ოცნება. და თქვა რომ ესენი არიან ნამდვილები და ისინი არიან უმცირესობაში. კარგი, დანაშაული რომ არ ავკიდოთ ამ ხალხს ესე ახლა და თანამშრომლობაში რომ არ დაადანაშაულოთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები? მაშინ ვინცაც თქვენ არ მიიჩნევდით თავიდანვე ნამდვილად. მე მგონი არავის არ ეწყინება, იმიტომ რომ ახალი არ არის. მე ამ თემაზე პირველად არ ვლაპარაკობ. ძალიან კარგად იყო ადაპტირებული და შერწყმული ქართული ოცნების დინარაძე, თალაკოძე, აი ეს გუნდი, ამ ახალი თაობის ქართული ოცნების, იგივე ბოკერიათასთან, ნაცმოძრაობასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობდნენ მთელ რიგ საკითხებზე საპარლამენტო ცხოვრებაში, რაც ჩანს, იმაზე ვლაპარაკობ ახლა მე და მე ვამბობ, რომ სხვა შტოებშიც, ხელისუფლების სხვა შტოებშიც კოჰაბიტაცია იმდენად ღრმა არის, რომ ეხა ოპოზიცია ვინ არის და ხელისუფლება ვინ არის, ეგეც ცალკე მსჯელობის საკითხია. და აი ეს თემა თვითონ კოჰაბიტაციის და შერწყმის არის საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის. 2019-ში რასელოდებით და ესაა ჩემი ბოლო კითხვა, ჩვენი ქრონომეტრაჟი ამოიწურა მთლიანად და მაინტერესებს პოლიტიკური მოლოდინები რა გაქვთ. ელოდებით მთავრობის ცვლილებებს, ელოდებით მაგალითად ივანიშვილის უკან ხელისუფლებაში დაბრუნებას, არ გულისხმობ პარტიის თავმჯდომარეობას და პოლიტიკური პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა 2019 წელს იქნება საარჩევნო სისტემის და გარემოს შეცვლა. აი, როდესაც ვსაუბრობთ წინააღმდეგობებზე, იგივე ბატონი მდინარაძე მინდა ვახსენო, ქართული ოცნება 2011 წელს გვპირდებოდა ჩვენ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, იმიტომ რომ ეს იყო და არის სამართლიანი სისტემა, ადეკვატურ რაოდენობას მანდატებისას იღებ იმ ხმებისა, რაც მიიღე და აი ეს იყო წნეხი ქართულ ოცნებაზე 2011 წელს და ისინი გვპირდებოდნენ რომ გადავალთ პროპორციულ სისტემას.
აი ბატონი მდინარაძე ჩემთან პოლემიკაში საკონსტიტუციო განხილვების დროს, რომელიც მაშინ იმ დროს არც ამ დაპირებას იძლეოდა, იმიტომ რომ არ უბრძოლია თვითონ, არც იმ პროცესებში არ იყო მსხვერპლი, რაც გაიარა ქართულმა ოცნებამ, ამბობდა რომ არა, ჩვენ უნდა გადავიდეთ ამ სისტემაზე 2024 წელს. ეხლა მე პატივისცემით მინდა მიმართო ქართული ოცნების უმრავლესობას. მოდით ჩემო კოლეგებო, ამ თემაზე საუბარი დავიწყოთ საგაზაფხულო სესიიდან. წავიდეთ ამ ცვლილებაზე, რომ შევიტანოთ კონსტიტუციაში ცვლილება და გადავიდეთ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ყველა ოპოზიციურ პარტია, არასახელისუფლებო პარტიას აქვს ერთი პოზიცია ამაზე, რომ აი რევოლუციაზე რატომ მიდის საუბრები? რევოლუციაზე იმიტომ მიდის საუბარი, რომ თუ ჩვენ არ ჩავატარეთ ნორმალური არჩევნები და ეს არჩევნები არ იქნა სამართლიანი რწმენა აკლია დღეს ამ მრჩეველს არჩევნებისადმი და კანდიდატებსაც სხვათა შორის. მაშინ ჩვენ ვერანაირ შემთხვევაში რევოლუციებს და ქუჩას ვერ ავწდებით. დიდი მადლობა ირმას და ეხლა შენ ახსენე, რომ ქართულ ოცნებაშიც არიანო ადამიანები, ვისაც მოსამართლეების თემაზე აქვს განსხვავებული პოზიცია. ბიძინა გეგიძის სტატუსი მინდა წავიკითხო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოს კანდიდატურების გამო ვაპირებთ პარლამენტში მოვიწვიოთ და შევხვდეთ იმ იუსტიციის საბჭოს წევრებს, რომლებიც ამ კანდიდატურების წინააღმდეგ წავიდნენ. ლევან გოგიჩაიშვილის Facebook პოსტია, როგორც საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატს მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ხმა არ მისცა პარლამენტში წარმოდგენილ უზენაეს სასამართლოს კანდიდატების სიას იუსტიციის საბჭოში. მოკლედ, როგორც ჩანს, დიდი ამბავი შეიძლება მოხდეს თვითონ ოცნებაში მოსამართლეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით. მადლობა ირმა, უნდა დავასრულოთ რამის თქმა ხო არ გსურდა დაამატეთ და დაგემშვიდობოთ. მინდა დაგემშვიდობოთ თქვენ ტელემაყურებელს და ვუსურვო ჩვენ ხალხს გამძლეობა, ვუსურვო ხელისუფლებას არ დაკარგოს შეგრძნება იმისა, რა უჭირს ხალხს და რა ტკივა ხალხს და მე მინდა თქვენ გისურვოთ წარმატებები და გისურვოთ ბევრი საინტერესო ეთერი. დიდი მადლობა. ეს იყო რეაქციაში თქვენი ბოლო სტუმრობა 2018-ში, შევხვდებით უკვე 2019 წელს. მადლობა ირმა ინაშვილს, პატრიოტ ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა დაასრულა ამ სეზონის ბოლო რეაქცია და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი აღნიშნავს შობის დღესასწაულს და მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს შობას აღნიშნავს, მიულოცო დღევანდელი დღე, დაგემშვიდობოთ. ეს იყო როგორც გითხარით ამ წლის ბოლო რეაქცია, ერთმანეთს შევხვდებით უკვე 2019 წელს. მანამდე კი საახალწლო გადაცემაში 31 დეკემბერს TV1-ზე უწყვეტი ეთერით. ნახვამდის. სოციალური პაკეტი თქო და ჯანმრთელობის, რომელიც მომიხსნეს. მოვიდა სოციალური